თან ერთად საათნახევრის განმავლობაში ჩემი ძვირფასი სტუმარი კი არის ბატონი დავით გალეგაშვილი. ჩვენ დავამთავრეთ ციკლი ვეფხის ტყავსნის შესახებ, ახლა კი ვიწყებთ ახალ ციკლს, რომელიც თვეში ერთხელ გავა ჩვენს Georgian Times-ის ტელეეთერში. ეს კი იქნება საქართველოს სულიერი მისია დასაბამიდან დღემდე. დღეს ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ პავლე ენგროყოზე, მის შემოქმედებაზე, იმაზეც თუ რატომ გრძალავდა რიგ მის აზრებს და მის ნამუშევრებს საბჭოთა მეცნიერება, რატომ იყვნენ წინააღმდეგნი საერთოდ მოდით ვთქვათ, არა მხოლოდ საბჭოთა იმპერია, არამედ ყველა იმპერია, რომელიც კი საქართველოს იპყრობდა, რატომ იყო ასეთი წინააღმდეგი ქართველთა სულიერი მისიისა, რატომ ჩქმალავდა ეს ჩვენს მიღწევებს. ბოლოს და ბოლოს ბატონ დავით რო ვთქვათ, ხო? პური, რკინა და ღვინო ქართველებმა მისცეს მსოფლიოს. ესე არ არის? მეტი რა უნდა მიგვეცა, კი ბატონო და თავარი ეს არის, ხო? საფუძველთა საფუძველი. მოდით ვთქვათ, რა არის ქართველთა სულიერი მისია, იმიტომ რომ უამრავი ჩვენზე უფრო ძლიერი იმპერიები აღიგავნენ პირისაგან მიწისა. ბოლოს და ბოლოს რომის იმპერია და რომაელები მწყობრი ნაბიჯებით ჩავიდნენ მოუსავლეთში, ეგრე არ არის. ჩვენ გადავრჩით, ხო? აღიგავა პირისაგან მიწისა მაიას ტომები, აღიგავა პირისაგან მიწისა, რა ვიცი, პირამიდების შემქმნელი ცივილიზაცია, ძველი სპარსული ცივილიზაცია, რომაული ცივილიზაცია, ჩვენ კი ვდგავართ, ხო? ფეხი არ მოგვიცვლია ამ ტერიტორიიდან 3000 წლის განმავლობაში. როგორ მოხდა ეს თქვენი აზრით? გამარჯობა, ქალბატონოია. ეს საკითხი თუ რა არის ქართველების მისია ცივილიზაციის ისტორიაში ძალიან საინტერესოა. ჩვენ ვართ ერი, ქართველური ტომები ვართ ხალხი, რომლებიც ცივილიზაციის სათავეებში დგანან. და ბოლო ნახევარი საუკუნეა, რაც ახალ-ახალი აღმოჩენები ამას სულ უფრო და უფრო მეტად ადასტურებს. ჩვენ გქონდა თქვენთან გადაცემები, რომელიც შეეხებოდა რამაზ პატარიძეს, მის ასომთავრულ ამბანს, ყავდა თქვენ ყავდათ და ბატონ მალხას სტუმრად ალიკო ცინცაძე, ჩვენ ვისაუბრეთ მის აღმოჩენებზე. ანა მესხი, რომელიც ცივილიზაციის ყველაზე შორეულ სიღრმეებშია უკვე მისული და ეს უფრო და უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი თავი მივიჩნიოთ, როგორც დედამიწაზე მაცხოვრებელი თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს ხალხად და ერად. ამიტომაც არის, რომ ბევრი იმპერია, რომელიც 1000 წლების მანძილზე ჩვენ გვიპყრობდა, ის ქვეცნობიერად იყო თუ შეგნებულად იყო თუ როგორ იყო, ის გარდა ჩვეულებრივი იმპერიული ზრახვებისა, ასევე სურდა რომ გაენადგურებინა ის რაც ქართული იყო. მაგალითად ჩვენ გვახსოვს, რომ 19 საუკუნეში ჩვენი 1700 წლიანი უკვე ეკლესია ვეღარ გალობდა ქართულ ენაზე. ასე მოინდომა რუსეთის იმპერია. მანამდე იყო და მონღოლებმა გადაწყვიტეს, რომ შეგვეცვალა რჯული თემურლენგის შემოსევები. შაჰ-აბაზი ვენახის აყრას ცდილობდა, რომ ვენახი არ უნდა ყოფილიყო. არაბები ანალოგიურად გვწყვეტდნენ ჩვენ და ასევე რელიგიური ნიშნით და მიზნით გვანადგურებდნენ. და კიდევ ბევრი სხვანი, რომელიც ჩვენ შეიძლება არც კი ვიცოდეთ, ვიზე იყო საუბარი, ვინაიდან ისე ბატონ დავით გალობაზე გამახსენდა და ბერძნულ გალობას რატომღაც ისე მხარი დაუჭირა ქართულმა ეკლესიამ დაახლოებით 20 წლის წინ და იყო ძალიან დიდი ამბავი მასე ატახილი, რომ მოდით ვიგალობოთ ბერძნულად ერთხმიანი საგალობლები რა. აი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. აი ამ დროს უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს, ხო, 21 საუკუნის დასაწყისში, ვის შეიძლება თავში ეს მოსვლო და მე წარმოდგენა არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში მცდელობა ისევ იყო. ერჩიან ქართულ საგალობელს. ჩვენ დღეს გვექნება ქართულ საგალობელზე საუბარი. შეიძლება ეს არ იყოს ახლა მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, რაც თქვენ ბრძანეთ 20 წლის წინ, მაგრამ ხანდახან რაღაცა მოდა წამოაყოლმე, რაღაც მოდა საყვება გარკვეული ნაწილი ამდენი ხნის ცივილიზაცია. მოდას აყვებიან ხშირად ქართველები და ისინი ანიჭებენ უპირატესობას უცხოურს, მაშინ როცა შენი უკეთესია ვიდრე ის უცხოური. ეს საგალობელთან მიმართებაში კიდევ განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ჩვენ საგალობელს რომ მოვყვებით დღეს, რაც პავლე ენგროყამ აღმოაჩინა და დღეს საქართველოში რომ პრაქტიკულად არავინ არ იცის, აი გამოჩნდება კიდევ ის სიმაღლეები, რაც ჩვენ გვიკავია და მე შევადაროთ კიდეც ბერძნების საგალობლებს და კიდაც სხვებისას.
აი ეს დამოკიდებულება ქვეცნობიერი შურის, რომ აი ქართველი შეიძლება შენ გჯობდეს, იწვევს კიდეც ამ წინააღმდეგობას. რაც არ უნდა კეთილგანწყობილი იყოს მეზობელიც და არამეზობელიც, როდესაც დაინახავს რომ შენ მას აღემატები, აი ეს მაინც მერე ღრღნის, იმიტომ რომ რა გეთხათ, აბა ბევრ ცივილიზაციას, ბევრ ხალხს, ბევრ დღევანდელ სახელმწიფოს აქვს პრეტენზია ბევრ საკითხებზე. ჩვენ პრეტენზია პრაქტიკულად არ აქვს. ანუ ჩვენ ამას არ გამოვთქვათ, როგორც ამას ხვები გამოთქვავენ. პირიქით, რაც გვაქვს, იმას არც კი ვაჩენთ. ახლა ჩვენ თუ მოვყვებით თქვენს ტელეეთერში ბევრ ამას და ისიც ვინც მოისმენს და არც მე არაფერი არ ხდება, ამას სახელმწიფო არ უდგება არანაირად პრაქტიკულად, მაგრამ აი ესეთი ჩვევაც გვაქვს, ესეთი ხასიათიც გვაქვს, რომ რა უნდა მოხდეს, რომ შენ მაგალითად ასომთავრული ანბანი, რომელიც აღმოჩნდა, რომელზეც ახლა ფილმი გადაღებული რუსიკოს ნელაძის მიერ და ჩემი მხარდაჭერი და თქვენ ტელევიზიით ძალიან ხშირად გადის კიდეც, ამას არც იკვლევს არავინ. კაც ვიკითხო მაინც დასვი, რომ პასუხი გაგცეთ. ის ადამიანი სანამ ცოცხალი იყო და რამაზ პადარიძე შეიძლება მოეყოლა, არც იმას არ უსმენდნენ. აი ეს ჩვენ უსმენდნენ კი არა, სახელმწიფოებს არ უცემდნენ და შრომებს არ გამოსცემდნენ მისას და ასე ვთქვათ, რაღაცა რეპრესირებული მეცნიერი იყო. ჩვენი ხასიათი ასეთია და ამის ძალიან კარგი მაგალითია პავლე ინგოროყვას მთელი თავისი ცხოვრება და ბიოგრაფია. აი ჩვენ ახლა დღეს მოვყვებით პავლე ინგოროყვა, რომელიც საქართველოს უმრავლესობამ არც კი იცის რა მასშტაბის მეცნიერი იყო, რა მასშტაბის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო, მაშინ როცა კომუნისტური რეჟიმი აზანზარებდა მსოფლიოს და მათ შორის ჩვენ მის კლანჭებში ვიყავით აღმოჩენილი. აი ამ დროს ის პრაქტიკულად სამაგალითო ადამიანია, როგორც მანამდე პოლიტიკური, შემდეგ უკვე საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მწერალი. ის, რომ იცოდეთ, არის დღემდე უყურადღებოდ მიგდებულ მიტოვებული მისი შრომები. ბატონ დავით, გამოვიარეთ მთელი ეპოქა. საბჭოთა კავშირი, ხო. ჯერ მოდით ის თქვა საბჭოთა კავშირი 15 რესპუბლიკისგან შემდგარი უზარმაზარი მონსტრი, რა პოლიტიკურ ზრახვებს ისახავდა მიზნად, როგორ იყო დომინირებული რასაკურველია რუსულენა და ეს ახლა გლობალიზაცია ბატონო ჩემო ამას წინ ვერ აღუდგებით, ახლა საბჭოთა კავშირის ენა იყო რუსული, ხო? მიუხედავად ამისა, ხო, თითქოს საბჭოთა კინომ, საბჭოთა ლიტერატურამ არაჩვეულებრივ სწავლებს მიაღწია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შენი წარმომავლობის, შენი კულტურის ხაზგასმა არ უნდა და არავის და ისეთი დიდი მეცნიერები როგორიც იყვნენ პავლე ინგოროყვა, ამიტომაც იყვნენ ჩრდილში. რა ხდებოდა სინამდვილეში? აი, ქვემოთ რა დინებები იყო და მახსოვს რომ სტალინმა თხოვა, ხო, M4 მეცნიერს რომ დაეწერათ რაღაცა საქართველოს ჭეშმარიტი ისტორია, რომელიც მერე ბიბლიოგრაფიული შვედობად იქცა. კი ბატონო, საბჭოთა იმპერიამ გადაწყვიტა რომ შეექმნა საბჭოთა ხალხი, რომელზეც იქნებოდნენ ერთნაირები, ურელიგიო, მათი რელიგია იქნებოდა ლენინიზმი და კომუნიზმი მომავალში და ისინი არ იქნებოდნენ განსხვავებულები ერთმანეთისგან ამ ნიშნებით, მათ შორის ენითაც და ეს ენა მაშინდელი ნახევარი მსოფლიოს გლობალური ენა დავარქვათ, ახლა პოლიტიკური მსოფლიოს ეს რუსული ენა იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს რუსული ენა უნდა ყოფილიყო სავალდებულო ყველასთვის და პირველი ენა, ხოლო შემდეგ გიტოვდნენ ახლა საშუალებას რომ შენ ენაზე გემოღვეწავა, დაგეწერა, გესწავლა, მაგრამ მაინც რუსული ენა ყოფილიყო პირველი. ნუ კავკასიიდან იაკუტიამდე ხალხი უნდა ყოფილიყო ერთნაირი. ერთნაირი კულტურით არ შეიძლებოდა აღმატებული კულტურა. რელიგიას იყო ერთნაირი, რელიგია იყო ლენინიზმის და კომუნიზმის ნაზავი ერთი მეორეში, ერთი იგივე იყო, მაგრამ არც მუსულმანობა, არც ქრისტიანობა და თვითონ რუსეთმაც კი დაკარგა თავისი თავი ამ პროცესში. თავის დააზიან ახლა ლაპარაკი არ არის რომ თვითონ ეს რუსი ხალხის თემა არ არის, რუსმა ხალხმა კი არ გაანადგურა ქართული ხალხის რელიგია. იმ რეჟიმმა, კომუნისტური რეჟიმი რომ ქვია, როგორიც იყო, იმ რეჟიმმა რუსი ხალხის რელიგიას გაანადგურა და ქართული ხალხისაც, მაგრამ რუსული ენა იყო ინსტრუმენტი, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც ეს ყოფილიყო პირველი, ანუ რუსული ენა ამ შემთხვევაში დაცული იყო, თუმცა რელიგია და სხვა შეხედულებები იქ ისევე მოსწეს როგორც სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში. საქართველოსთან მიმართებაში რომ გამოვლინდებოდა რაიმეთი უპირატესობა, მათ შორის აი მაგალითად მიხაკო წერეთელს ქონდა შრომები უკვე შუმერებში და ქართველებში, რომ საერთო სიტყვები არის ბევრი. კირიონი ჩვენ ვართ მათი
მემკვიდრეები. ხო, კირიონი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, როცა ავტოკეფალია აღდგა პირველი პატრიარქი ვინც იყო საქართველოს, იმასაა გამოკვლევები, რომ რუსულ ენაში ძალიან ბევრი სიტყვა ქართულიდან არის წარმოშობილი, წარმოიდგინეთ და გარდა ამისა, შემდეგ ამას მიემატა უკვე ხეთური იეროგლიფების ამოხსნა, პავლე ინგოროყვა შრომაც დაწერა და ის არ დაუბეჭდეს, ის არც არავის არ უნახია, ოჯახში ინახება მხოლოდ ჯერჯერობით გიორგი მგელაძესთან და ის უვლის ამას ყველაფერს და აი ეს რამ რო გამოჩენილიყო, დაარღვევდა იმ წესს, რომ რომელიღაც რესპუბლიკაში აი ერთ-ერთი შეიძლება უფრო წინ წამოწეულიყო. ჩვენ მაინც ახლა წინა გამოვიჩინეთ თავი კულტურაში, კინო ფილმებია გადაღებული საოცარი, ისიც არ მოსწონდა. თქვენ გახსოვთ მსაჯები ფეხბურთის თამაშის დროს როგორი წინააღმდეგებოდნენ დინამო თბილისს. ის არ უნდა გამხდარიყო საუკეთესო და მოხდა საოცრება და თასი ავიღეთ ევროპის. გაგიჟდნენ ამაზე რუსები, კოტე მახარაძე მაშინ კგბ-ში იყო დაბარებული, ატომთქიო სტალიცა გრუზია, ამგათქმევინა საქართველოს დედაქალაქი, როგორ თქვი, ეს ტერმინი წარმოგიდგენიათ, ის დაბარებული იყო გამოკითხვაზე რომ თქვათ. ხო და ეს უქმნიდა მათ იმ საფრთხეს, რომ თუ კი საქართველო გამოირჩევა და ქართველი ხალხი მოინდომებს, რომ ისევ დამოუკიდებელი გახდეს, ამას აყვებიან სხვები და მოხდება ისაც მოხდება და ის მოხდა კიდეც და თურმე მართლაც ეშინოდათ სწორად რომ თქვა. 70 წელი შეგვაფერხეს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა. ეხლა როგორ არის იცით, როგორც საბჭოთა სახელმწიფო და საბჭოთა ხალხი, როგორც კუთვნიდნენ ისინი ჩვენ, ხო? პიონერები, კომკავშირლები იდეოლოგიურად, შემდეგ სწავლა ლენინიზმი, მარქსიზმი, ნუ სიგიჟეები ხდა, რაც იყო პარადები და რაღაც უბედურება რაც ხდებოდა. აი ხო გახსოვს ახლა ჩვენ რაც იყო რა. ეს ერთი უბედურება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც საბჭოთა სახელმწიფოს ძლიერებისთვის ისინი შენ რესურსს და ყველას რესურსს იყენებდნენ, როგორც მეცნიერისას, როგორც სპორტსმენისას და კიდევ სხვა ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ ჩვენ არ ყოლოდათ მათ ქართველი მეცნიერები, თუნდაც ის რაკეტმშენებლები ვინც იყვნენ ცნობილი, ახლა ბევრმა არც კიცოდა, ახლა გამოჩნდა ნადირაძე იყო ასეთი კიდევ რამოდენიმე გვარია, რომელიც საიდუმლო გვარები იყო და ქართველებს უზარმაზარი როლი აქვს შესრულებული იმაში, რომ დღეს რო რუსეთს რაკეტმშენებლობა გააჩნია ამ დონეზე, ეს ქართველების დამსახურება ყოფილა. ხა ჩვენ გაგვიგია თქვა სტალინი, ბერია, მაგალითად კიდევ რამოდენიმე ადამიანი, ქართველი მეცნიერები საქართველოსთვის ვინც მუშაობდა, მაგრამ იყვნენ საიდუმლო მეცნიერები და ეს არა მარტო ქართველები, სომხები იყვნენ, თათრები იყვნენ, უკრაინელები იყვნენ, ასე რომ ისინი ამას იმპერიისთვის იყენებდნენ და გინდა არ გინდა უნდა ესწავლებინათ ჩვენთვის და ჩვენი სწავლა განათლებაზე მაშინ უფრო გაცილებით ძლიერი იყო და მაღალი, ვიდრე დამოუკიდებელ საქართველოს, ეს კიდევ სხვა თემა არის. ასე რომ მრავალწახნაგიანია საბჭოთა იმპერია, ერთი მხრივ უბედურებაა და დამანგრეველია, ჟლეტა მიდის არისტოკრატიის, მეორე მხრივ კიდე ის გასწავლის იმსეთ რაღაცებს, რომელსაც ჩვენ ვერ ისწავლდით დამოუკიდებლად, თქვათ, ზუსტ მეცნიერებებს და კიდევ ბევრ სხვა რამეს. ასე რომ ეს ანალიზი, ეხლა ჩვენ გაგვიჭირდება რომ გავშალოთ მთლიანად, მაგრამ დაახლოებით მე მგონი პასუხი გავეცი თქვენს კითხვას, რა აწუხებდათ ასე მაინც და მაინც იმპერიას, მათ შორის რუსეთს. იგივე იყო წინა სხვა იმპერიების, იმათ არ უნდათ რომ ჩვენ რაიმეთი წინ წავსულიყავით. რატომ იყო რომ გენერლები, ხელისუფალნი გენეტიკურად ბევრი ქართველი იყო ყველა ამ იმპერიაში? იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერები. შაჰ-აბასას ქართველი ყავდა, ბებიას და დედას და კიდევ ბევრს, ასეც ხო, მეუღლეები და შვილებიც და რომელთა დროსაც ისინი დიდი იმპერიები ხდებოდნენ. ქართულ საქართველოში არ შეიძლება იმდენი გაეკეთებინა, გლობალური მასშტაბით, როგორც ქართულ შეიძლება გაეკეთებინა დიდ სახელმწიფოში, გეოგრაფიულად დიდში და ეკონომიკურად მძლავრში. ასე რომ ეს ახლა გასაგებიც არის იმპერიის ზრახვა, რომ შეინარჩუნოს თავისი იმპერია, ის შენ გაფერხებს და გბორკავს, რომ შენ თავი არ გამოავლინო, მაგრამ შენ რო გამოსავლენი ამდენი გააქვს, რომ შენ ხარ თურმე ამ ყველაფრის მშობელი ერი, როგორიც არის ანბანი, როგორიც არის ჩვენი მრავალხმიანობა, როგორიც არის ჩვენი თქმულებები ამირანის შესახებ მაგალითად, რომელიც უძველესია და ბევრი კიდევ სხვა რაღაცა. რომელიც მოიპარეს მერე ბერძნებმა და გახდნენ, ხო? ესე იპარავდნენ და იპარავდნენ ბევრ რაღაცას, ასე რომ ჩვენ გვაქვს საშუალება მათ შორის განსაკუთრებით თქვენი არქითაც შემიძლია ვთქვა, მანდონ მალხასა აქ ეს წინა რიგში გადმოწეული, რომ ქართული ის რაც მიჩქმადულია გაიგოს ქართველმა საქართველოს მიჩქმადული ისტორია მოკლედ ქართველმა ერმა გაიგოს რომ თავისი თავი სხვანაირად წარმოიდგინოს და არა ისე როგორც ჩვენ ვართ პოლიტიკურად ხელში შემყურეები სხვების მიმართ. თუმცა ბატონ დავით, ხო არ გულისხმობს ამას, თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ პატარა ერი, აქ იბადება უამრავი იდეა, რომელსაც მერე დაიტაცებს მთელი მსოფლიო. ჩვენ ვართ პატარა ერი და არ შეგვიძლია ვუპატრონოთ ჩვენს ნიჭიერებას, ასე შეიძლება გავიგოთ ეს.
ჩვენ რაც არ უნდა მოვინდომოთ ჩვენ გულისხმობ მაგალითად პოლიტიკურ ძალას ვინც ახლა მართავს ხო ან ის ვინც მართავდა წინა საუკუნეებში რაც არ უნდა მოვიდომოთ გენეტიკურად იმ მასშტაბის არის ისეთია ჩვენი შინაგანი აგებულება აღნაგობა ჩვენი ენის აღნაგობა ენისა ქართული ენების ამ შემთხვევაში მეგრული სვანურის და ქართულისა რომ ამის წაშლას ჩვენ ვერ მოვახერხებთ რომს მოვინდომოთ იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენ ნელ-ნელა ხედავ და დავინახავთ რომ ენები თუ კი ანბანიდან ყველა ანბანი მომდინარეობს და ჩვენ ამაზე ისეთი გადაცემები გავაკეთებთ ამაში შემპასუხებელიც კი ვერ გამოჩნდება სხვა ხალხი რომ იყოს სხვა ერის ხალხი რომ იყოს ვერც ქართველები და ვერც უცხოელები ჩვენ რომ გავყვებით იმ ენის სტრუქტურას როგორც ეს ხდება მას ჩვენ ნელ-ნელა რაღაცა ფორმით შეიძლება გადაცემებში ეს უკვე მოვაქციოთ რომ როგორ არის გასო ეს სოფლიო ენები თურმე აგებული და როგორ შიფრავს მათ შინაარს მეგრულიც, სვანურიც და ქართულიც გადაირევა ადამიანი ეს როგორ შეიძლება ხდებოდეს როგორ შეიძლება ხდებოდეს რომ მეგრული სახელი მაგალითად ტბა ნიშნავს ტობა ტბა მეგრულად ხო ტობა ასე ქვია ინდონეზიის უდიდეს ტბას მანიტობა ეს არის კანადის უზარმაზარი პროვინცია აი კავკასია როა იყო იმაზე დიდი პროვინცია სადაც არის მანი ეს არის ბევრი მენი რომ იცით ინგლისურად ეს ლაზური სიტყვა მანი ნიშნავს ხშირ-ხშირად უწყვეტად რამდენი ტბა იცით იმ პროვინციაში 110,000 ტბა არის და იმ პროვინციას ეს ადგილობრივი სახელწოდება მანიტობა ინდიელების სახელია ეს მაგრამ ლაზური და მეგრული ხსნის აქ ბევრი ტბა არის ლაზური არის მანი მეგრული არის ტობა და როგორ ახსნით რომ აი თქო და უშორეს დედამიწის მეორე მხარეს სწორედ აი ესეთ დასახელება დედამიწის ყველა კუთხეში როდესაც ჩვენ რაგბის უყურებთ ახალ ზელანდიელებს უყურებთ თამაშის წინ ისინი როდესაც იწყებენ თავის ტრადიციული ცეკვით სანამ თამაში დაიწყება ხო იწყებენ ხო ამ პროცესს რიტუალური ცეკვით რა ქვია იმას სოფლიო მიწის იმას ქვია ხაკა მაგრამ არც მაორებმა ახალ ზელანდიელებმა და არც ახალ ზელანდიელებმა ვინც მე მან ჩასახლდა არც არავინ არის ეს რას ნიშნავს ხაკა ამასაც მეგრული სიტყვა ახსნის იგივე თომაჰოკი რო არის მაგალითად თომაჰოკი ჩვენ ვთქვით რომ ეს შეერაღება ახლა უზარმაზარი რაკეტა არის ამერიკაში მაგრამ ეს სახელი დაერქვა იმიტომ რომ ინდიელებს ჰქონდათ ცული რომელსაც ერქვა თომაჰოკი თომა მეგრულად თმა არის როგორც ტბა და ტობა ხოლო ხოკა არის ხოկვა მოხოկვა ეს ცული საპარსი იყო მათი თმას მაგით იპარსავდნენ და ინდიელების სიტყვა თომაჰოკი მეგრულად განიმარტება შტატები კალიფორნია მაგალითად მაიამი ორეგონი მეგრულად განიმარტება რას ნიშნავს მაია ეს ის მცენარეა რომელიც საღეჭი რეზინო მზადდება მაია მაგითია სულ მაგ მცენარეა მაია ქვია მეგრულად ქვია მას მაია ეს იმათმა არიციან რაც ინდიელებმა რატო ქვია იმას მაია რატომ ქვია ორეგონს ორეგონი არიციან სამნაწილიანია ორეგ და ონ ამ შემთხვევაში კალიფორნიაში იყვნენ ინდიელების ტომი რომლებიც პატარა ორჯოხზე რო წარმოედგინოთ ბადე პატარა ბადე და თევზი რო დაიჭირებენ მდინარეში თემაშიან ხო ნიჟერა მოაგდო პატარა ბადებზე ლაპარაკი ჯოხებზე გამობული ერთი ხელ შენეთი ადამიანი რომ მოიღებ კალიფა მეგრულად ამას ნიშნავს ეს ბადე არის კალიფა და იმ კალიფორნიას მაგიტომ ქვია კალიფა იჭერდნენ თევზს იჭერდნენ ამის თანაბადით ზუსტად და ასეა მოდებული იგივე ტობა რო ახსენე თვლით ბატონ დავით აი ამ პატარა ქვეყნიდან ამდენ ინფორმაცია როგორ გაედინა ცივილიზაციის საწყისები მათ შორის აქედანაც იწყება. მაგალითად ხა ტობა და ტბა რომ მოახსენეთ, ხო? ხა ტაბაწყური, იგივე ტაბახმელა, ტბა ეს ქართული სიტყვებია. არის ასევე ტბა, რეტბა ქვია იმაში, სენეგალში, აფრიკაშია კიდევ ასეთი ტბა. ძალიან საინტერესო ტბა არის, იმიტომ რომ ვარდისფერია და იქ არის უზარმაზარი ქვები რო წარმოედგინო, ხო? მარილი რო დაყარო რა. პატარ-პატარ მარილი, მსხვილი მარილის ბურთულებით ქვები რო დაყარო, წყალი არ ჩანს, ვარდისფერი წყალი არ ჩანს, უცუ მარილითაა სავსე. რეკ ტბა არის, რეკ მეგრულად ეს არის რომ წარმოვიდგინოთ კენჭები სანაპიროზე რო არის კენჭი ხო და რეგ კლდე არის ორეგონი კლდესთან დაკავშირებულია რეგ და ონ იმიტომ ქვია ინდიელების სიტყვაზე მე შტატს რომ დაერქვა ამერიკაში და მე რეკ ტბა გადავიდა მე რეტბაში ტბა ქართულია და რეკ მეგრულია იმიტომ რომ აი ეს დამარილებული გოროზად რო ყრია ხო ეს მარილე ისეთი რომ შეხედავს სურათს რომ ნახოთ წარმოიდგინეთ და არ გეკონოთ ტბა რაღაც საერთაშორისო სიტყვა იყო და
ეს ქართულში ციკითანი საიდანღაც შემოვიდა არა ბატონო ეს კიდევ ცალკე დიდი ისტორია ხა მაშინ ამასაც ვიტყვი და ხან ცივილიზაციაზე წავიდა ლაპარაკი რომ აი მაგალითად ტბა ეს არის შემოსაზღვრული და რომ შევხედავთ ბრტყელი რამ ასეთი საგანი არ არის მაგრამ რაღაც რაც არის და შეგახედავ ტბას საზღვარი გააჩნია ზღვა საზღვარი არ გააჩნია ხო გახედავ და უსაზღვროა და ტბას გააჩნია საზღვარი ესე იგი საზღვრიანია და ბრტყელია რომ დაინახავ ამ ტბას ტობას მოსდევს დაფა დთ სამეულები კი იცით და ეს სამეულებად ცვალებადია ქართულ მეგრულ სვანურ შეთმანეს ვსვლიან და ეს მექანიზმი არის რომ გამოიყენო ბევრი რაღაცა მაგრამ დაფა რა არის ბრტყელია და შემოსაზღვრულია ტაბლა მაგიდა შემოსაზღვრულია ეს და ოთხკუთხედი დაბალები დაბა რო გადმოიხედები მჭიდან დაბა რო არის ტყეებით შემოსაზღვრული დაბა არის ესე იგი დაფა ასე მიყვები და ათეულობით სიტყვა რომელსაც ერთი მახასიათებელი გააჩნია დთ და ბფპ რო წარმოიდგინოთ ახლა ერთმანეთს ვსვლიან და ქართულში ამ მთელი სისტემა ასეთი მოცემული ენა ასე აგებული რომ შენ უკვე შეგიძლია დახასიათებით გაიგო ეს როგორი შეიძლება იყოს აი და ასე შემდეგ რა ტაფა და დაბა ყველაფერი არის შემოსაზღვრული და ტბას ყველაფერი ერთნაირია გამიგეთ და ეს ესე გრძელდება ეს მე მე გავშედი 4 სიტყვაზე მაგრამ ეგეთი კიდევ გავყვეთ ამ ყველაფერს ამ პრინციპით ერთნაირია ერთად აგებული ეს ახლა ერთი პრინციპი მოვყევი რომელიც არც მაინც ბევრთვის ცნობილი არა ძალიან საინტერესო ყურჩევთ და ასე რომ როდესაც სიტყვის ვიღაცა რომ ტბა შეიძლება უცხოეთიდან შემოსული სპარსეთიდან შემოსული ტბა ეგ ყველაფერი დაივიწყეთ იმ სპარსეთიდან შემოსული როგორია მაგალითად ყალიბი ის ქართულიდან გასული იმათთან და იმიტომაცაა დაბრუნებული კიდე სალკე ისტორია ანამესხის ისტორიებია ეს ყველაფერი და ეს მე ანამესხი მოგვიყვება. ქალბატონი ანა მოვიწვიოთ აუცილებლად მოვიწვიოთ. ჩვენ მე მგონი დაუბრუნდეთ პაულე ინგოროყვას. მოდი დაუბრუნდეთ საბჭოებს და პაულე ინგოროყვას. დავიწყოთ იქიდან ვინ იყო პაულე ინგოროყვა, რა ოჯახში დაიბადა და როგორ შეიძლება რომ ამხელა მეცნიერი შემთხვევით დაბადებულიყო. რა წინაპირობები, რა ვინ იყო მის წინაპრები, გნებავთ შემოქმედებითი წინაპრები და სამეცნიერო წინაპრები ვინ იყო და რატო არის ეს ადამიანი ასეთი დიდი ვარსკვლავი ქართულ მეცნიერებაში. პაულე ინგოროყვა არის ფოთშია დაბადებული, გლეხის ოჯახში იყო, როგორც მაშინ ქართველების უმრავლესობა. ახალგაზრდა შემდეგ გადმოვიდა თბილისში, მას უყვარდა ძალიან ბევრი წიგნის კითხვა, წიგნებს კი შეიძლება კითხულობდა ფოთში და შემდეგ თბილისში ის ერთ-ერთი პირველი ვინც აღმოაჩინა იყო ექვთიმე თაყაიშვილი. იმდენად ნიჭიერი, იმდენად საოცარი ადამიანი გახლდათ რომ მის ერთ-ერთ პირველ დამრიგებლად და მის გზაზე დამყენებლად შეიძლება რომ ექვთიმე თაყაიშვილი ჩაითვალოს და კიდევ სხვა რამოდენიმე ადამიანი. მას არ გააჩნია არც სკოლის ატესტატი, არც უმაღლესის დიპლომი არ გააჩნდა, იმიტომ რომ ლადიკავკაში სწავლობდა, შემდეგ წასული იყო ასევე მოსკოვშიც, მაგრამ მას არ დაუმთავრებია, იმიტომ რომ ის ახალგაზრდობიდანვე იყო ჭლექით დაავადებული. როგორ გადარჩა ეს ადამიანი და 90 წლამდე როგორ მიაღწია, ეს უკვე ღვთისაჩუქარი 95% იყო. და აი ამ ნიჭით და ჭვრეტით რომელიც მას ჰქონდა, აი რო შეხედავდა რაიმე საგანს, ის იმას უცებ შეეძლო რომ ამოეცნო ის საგანი რა იყო და რა შინაარსა იყო, რომელიც დიდ მეცნიერებს არ შეეძლოთ ესე სწრაფად გაეკეთებინათ. მასაც ღმერთმა დააბადა ასეთი ნიჭი და აი პირველი ამოხსნა რაც პირველია რაც ამოიცნო და ამოხსნა ეს გახლავთ მიქაელ მოდრეკილის წიგნი რომ გავიხსენოთ ეს იყო ქართული ხელნაწერები რომელიც შემორჩენილია საქართველოში ბევრი არაა შემორჩენილი მაგრამ რომელიც შემორჩა სადაც ყველაფერი გაბმით იყო დაწერილი და ყველას ეს პროზაული ნაწარმოები ეგონა ეს როგორც მოთხრობა მაგრამ მან დაინახა რომ ამ ნაწარმოებში შავი წერტილები და წითელი წერტილები და ნიშნები იყო გამოყენებული და დაინტერესდა რატომ იყო წითელი წერტილი ისეთ ადგილას იყო რომელიც არ იყო პუნქტუაციის ნიშანი ამ შემთხვევაში და მან 16 წლისამ აღმოაჩინა და დაწერა რომ ეს არის ჩვენი ურითმო ლექსი ჰიმნოგრაფიული ეს შედევრები ეს ყველაფერი თურმე ყოფილა ლექსი ეს არის ნაწილი რომელიც საოცარი ჟღერადობით გამოირჩევა და ჩვენ თხოვოთ მაშინ ჩვენს რეჟისორებს რომ აი ერთი სტროფი რომ მოჩანს ის ნულიანით არის აღნიშნული დიახ აი მაგალითად რომ წარმოიდგინოთ
ეს ერთი ასეთი სტროფია, რომელიც ეწერა გაბმით იყო დაწერილი, მაგრამ ნახეთ, მუხლედებია 5-7, 5-7, 5-7, 5-7 და ყოველი 5 მარცვლის შემდეგ იყო შავი წერტილი, შემდეგ იყო 7 მარცვლიანი, 7 მუხლედი, ასე ვთქვათ, კიდევ შავი წერტილი, ანუ შავი წერტილი იყო 5 მარცვლის შემდეგ, 7 მარცვლის შემდეგ, 5 მარცვლის, 7 მარცვლის და ეს რომ დაინახა, რომ ასე ხდება, მიხვდა რომ ეს არის სტროფი, ოღონდ ურითმო ლექსია, ეს პოეზია არის ურითმო და ამიტომაც ასეთი, აი როგორც ახლა 5-7 ჩვენ ნახეთ, ასეთი 1000-ზე მეტი ვარიაცია არსებობს. იქ იყო 5-8-6, 5-8-6, რომელიც მეორდებოდა სტროფებში, თქვა 5 სტროფი თუ იყო რა. იქ ტაეპები ასე იყო განაწილებული და ეს დაცული იყო ერთ ასეთ პოეტურ ქმნილებაში, ლექსში, ყველგან დაცული იყო აი ესეთი მეტრიკა, ამას ქვია ლექსის მეტრის აზომი, მეტრული პუნქტუაცია ქვია ამან და ეს აღმოაჩინა 17 წლისამ. ყველას გაუკვირდა, მათ შორის 16 აყაიშვილს და ყველას გაუკვირდა, რომ ეს დაეთანხმნენ, როგორ დაეთანხმნენ, ახლა რო აღმოჩნდება და ყველა რო ასეთი არის, 1000-ზე მეტზეა ლაპარაკი, ასეთი რო არის, ყველა მიხვდა, რომ ეს ჩვენი პოეზია. მომადლებული, უნარი მას უკვე 17 წლისას აღმოაჩინა. აი პირველი ნაშრომი, რომელიც მან აღმოაჩინა, ეს იყო სწორედ აი ესეთი ჩვენი ჰიმნოგრაფია, რომელიც ურითმო ლექსათაა წოდებული. ჩვენ შემდეგ სანამ ამ აღმოჩენის გაგრძელებაზე მივალთ, უკვე სანოტონიშნებზე სანამ მივალთ, ეს უკვე მოხდება 50-იან წლებში, ანუ 40 წლის შემდეგ მან უკვე სანოტონიშნებიც აღმოაჩინა. მაგრამ სანამ იქ მივალთ, მოდით მოვუყვეთ გასაკეთებდა ეს ადამიანი მანამდე, ხო? ეს ლაპარაკია 10-იან წლებზე, მე-20 საუკუნის 10-იან წლებში აღმოაჩინა, რაც ჩვენ თქვით ახლა. შემდეგ ის იწყებს შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის წარმოჩინებას, კვლევას და 1913 წელს პირველი ლექციები წაიკითხა. ესა ჩვენ მომყევით, ის მაშინ 20 წლისაა, არ დაგვაუწყდეს. 19 წლისამ დაიწყო შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის შესახებ იმის წაკითხვა, რაც ჩვენ მომყევით 9 გადაცემაში კალბატონოია. 19 წლისამ. 17-ისა უკვე მოვყევით, ხო? ხო, შემდეგ მოხდება, დაიწყება პირველი მსოფლიო ომი 14-ში. ეს ახლა ომში თვითონ არ მონაწილეობდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი შრომები იქ წლებში უკვე აღარ ჩანს. შემდეგ ამას მოყვება რუსეთის იმპერიის დაშლა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და უკვე ის გახლავთ 18-ში ის არის უკვე 25 წლის არის. ის არის მაშინდელი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირი. 1918-ში. როდესაც აღდგა კიდევ უფრო ადრე, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, პავლე ინგოროყვა 24 წლის ახალგაზრდა კაცია, ну ბიჭია პრაქტიკულად, ახლა როგორ ჩვენ შეგვიძლია თქვა რა, ახალგაზრდა კაცი შეიყვანეს საკათალიკოსო საბჭოში, როგორც საერო პირი, იმიტომ რომ როგორც უნიჭიერესი ადამიანი ის მონაწილეობას იღებდა და მიიღო კიდეც იმ წესების აღდგენაში, რომელიც საქართველოს ეკლესიას უნდა მიიღო დაემტკიცებინა, იმიტომ რომ ახან წყვეტა იყო 17 წლიანი წყვეტა იყო, რაც რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო რა. ამ პერიოდში ჩვენ ავტოკეფალურები აღარ ვიყავით და ის როგორ ხდებოდა მაგალითად ეპისკოპოსის არჩევა ეს წესი უნდა აღდგენილიყო. ამიტომ პავლე ინგოროყვა რომ მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი აი ეს წესიც რომ აღდგა, პავლე ინგოროყვას ნამუშევარს დაეყრდნო 24 წლის ახალგაზრდა კაცისას, მაშინდელი საკათალიკოსო საბჭო და იმ წესით აირჩევა დღესაც ეპისკოპოსები საქართველოში. მაშინ ორი ვარიანტი წარადგინეს, ერთი წარადგინა მაშინ იყო საეკლესიო პირი იყო გვარი ახლა არ მახსოვს, ვინც ერთი ვარიანტი შესთავაზა, მეორე პავლე ინგოროყვას იყო და პავლე ინგოროყვასი მოიწონეს და ეს დაამტკიცეს. წარმოვიდგინეთ, ახლა რაზეა საუბარი. დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი. შემდეგ, როგორც უაღრესად დიდი მცოდნე საქართველოს საზღვრებისა, ის მონაწილეობას იღებდა ტრაპიზონში და კონსტანტინოპოლში 1918 წელს უკვე საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც შეეხებოდა ახალ ჩამოყალიბებული სახელმწიფოების საზღვრებს. კავკასიაშიც და თქვა თურქეთის საზღვრები, საქართველოს საზღვრები როგორ უნდა ყოფილიყო, ამ კომისიებში, ამ კონფერენციებში პავლე ინგოროყვა მონაწილეობდა. აი, წავიდა ჩხეიძე, მაშინდელი ჩვენი მინისტრი ერთ-ერთი, პავლე ინგოროყვა წაიყვანა, იმ ჩხეიძე ამდენი არ იცოდა საქართველოს საზღვრებს სად უნდა გაევლო. პავლე ინგოროყვა მაგითო წაიყვანეს იქ და მას გამოცემულია კიდეც პატარა ბუკლეტია, ახლა დაიბეჭდა კიდეც მერე, რომელიც შეეხება საქართველოს საზღვრებს. ეს ადამიანი ამ მასშტაბის ადამიანია. შემდეგ მოხდება ისაც მოხდება ჩვენ შევალთ უკვე
საბჭოთა იმპერიაში, ისე რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდებით, როგორც უკვე საბჭოთა კავშირის სახით და სახელით და ბრძოლა გრძელდება. და წარმოვიდგინეთ, ამ დროს საქართველოში პირველი პირი არის ფილიპე მახარაძე, აი ვინც იყო ერთ-ერთი მოთავე იდეოლოგიური მოთავე ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა, სწორედ ფილიპე მახარაძე არის. მან აი ის იყო, ვინც აპაექრებოდა ილია ჭავჭავაძეს, ვინც ქმნიდა იმ იდეოლოგიურ საფუძველს მკვლელობისას. მეტნაკლებად განათლებული ადამიანი კომუნისტების ფონზე შეიძლება ასე ვთქვათ. შეიძლება ვთქვათ, იქ იყვნენ სხვა განათლებული ადამიანებისგან არ იყვნენ, მაგრამ ფილიპე მახარაძე მათ შორის იყო და ფილიპე მახარაძე პირველი პირია საქართველოს კომუნისტურ პარტიაში 20-იან წლებში. სწორედ ამ დროს პავლე ინგოროყვა გამოაქვეყნებს ილია ჭავჭავაძის პირველ 10 ტომეულს. წარმოგიდგენიათ? ასე გამოწვევა მთელი საბჭოთა გამოწვევა კი არა, წარმოვიდგინეთ, ეხლა ეს ადამიანი ხო წარმოვიდგინეთ, მაშინ ჟილეტენ, კაცო, არისტოკრატიას მცოდნე ადამიანებს დასუშლებოდნენ 20-იან წლებში და 30-იანებში კი ვიცით, ხო? და პავლე ინგოროყვამ ეს გააკეთა. კავკასიონი გამოდიოდა ორი ნომერია გამოცემული ჟურნალის, მისი დაფუძნებული არის კავკასიონი და იქ ბევრი საინტერესო, ძალიან საინტერესო თარგმანები იყო და ქართული ნაწარმოებები რო შევიდა 20-იან წლებში, 24 წელს ხდება და 20-იან წლებში 10 ტომეული გამოიცა ილია ჭავჭავაძისა და წარმოვიდგინეთ რომ ის ამას გადაურჩება ამ მომენტში. როდესაც ვლაპარაკობთ რომ შევიდა რომ აი ვინ შევიდა ორჯონიკიძესთან რომ ვაჟა-ფშაველას შვილი რომ არ გადაერჩინა პირველ ჯერზე შესული პავლე ინგოროყვა იყო და გადარჩა მაშინ და მეორე ჯერს ეს პავლე ინგოროყვა შევიდა და მაშინ ვეღარ გადარჩა ის მაინც დახვრიტეს. ეს ვაჟკაცი კაცი იყო გარდაყალაბრისა. შვილი ვარო იმად რო უთხრა და უთხრეს რომ ვაჟა-ფშაველაც რო ყოფილიყო იმასაც დავხროთ. ორჯონიკიძე. დიახ. და ასე შემდეგ იქ საზღვრებთან დაკავშირებით იყო კიდე ბევრი საინტერესო მოვლენა, კიდე ცალკე სასაუბროა. 20-იან წლებში მოკლედ ჯერ კი მკვიდრდება უკვე საბჭოთა იდეოლოგია, ახალი გამოწვევებია, მაგრამ გადაურჩება ამას. აი კონსტანტინე 4 ჩოხოსანი რომ იცით ჩავებში. ერთ-ერთი პავლე ინგოროყვა იქ კონსტანტინე გამსახურდი არის, უახლოესი მეგობრები იყვნენ და კონსტანტინე გამსახურდია რომ დაიჭირეს და ბუტიკაში რო ყავდათ მოსკოვში, ციხეში, მოსკოვში ჩავიდა, ჩაითვა ჩოხა და იმ ეკლესია რა იყო გასო. იმ ციხის წინ დადიოდა და ეს კაცი ანესდესის დაიჭირეთ, იმ ციხის უფროსმა თქვა, ეს კაცი და რატო დადისო და კონსტანტინე გამსახურდეს, უჭერს მხარსო. ან მაშინ ეს კაცი გააგდეთ აქედან, ხო და გამოუშვეს კიდეც კონსტანტინე მაშინ ესე მოხდა. ესეთი ადამიანი იყო პავლე ინგოროყვა. 34-ში მაშინ სტალინი შეერდებოდა რომ თავისთავად წარმოედგინა როგორც დიდი კულტურული ერის წარმომადგენელი, შვილი ქართველი ერისა და ამისთვის მოსკოვში იქ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს დაევალა რომ გაეკეთებინა გამოსვლა. ტოროშელიძე იყო, მალაქია ტოროშელიძეს რომ ქართულ მწერლობაზე მოხსენება გაეკეთებინა და იმან ქართული მწერლობის მოხსენება დაიწყო მე მგონი მე-19 საუკუნეში სოციალისტური აზრები რომ წამოვიდა იმ მწერლებიდან და სტალინს ვაჩვენებს ეს უნდა წაიკითხოსო, ეს უარ გვინდაო და მოკლედ დაევალა მაშინ პავლე ინგოროყვას და ის რომელიც მაშინ წარადგინეს კიდეც ამ დიდ მოსკოვში საქართველოს დღეები ტარდებოდა იქ ის პავლე ინგოროყვას მომზადებული იყო მაშინ. წერილი რომელიც წავიდა 30-იან წლებში ჯერ კიდევ რომ დაიწყოს მოძრაობა, აი ქართული საგანძური რომ გავიდა საფრანგეთში 16 თაყაიშვილი რომ დასცენცირდა თავზე და რომ გადაარჩინა, ისაც გადაარჩინა, აი ეს 16 თაყაიშვილის და პავლე ინგოროყვას მომზადებული წერილია, რომელიც ბერიასთან იყო ასული, ეს არ ჩანს რომ პავლე ინგოროყვა დაწერა, მაგრამ ის წერილი ავტორი პავლე ინგოროყვა და ეს იყო საფუძველი შემდეგ უკვე ომის დამთავრებისას, მეორე მსოფლიო დამთავრებისას, რომ ეს წერილი იყო საწყისი, რომ გაიგო მაშინდელმა ჯერ ბერიამ და შემდეგ სტალინმა, საბჭოთა კავშირის ლიდერებმა ამის ისტორია როგორ ხდებოდა და რაც ხდებოდა. და იმიტომ დაიწყოს ხო ეს ოპერაცია მაგიტომ დაიწყოს, დიდი ხანს გრძელდებოდა ეს ოპერაცია, რომ გამოხსნილიყო ეს ქართული საგანძური. ასეთი კაცი იყო პავლე ინგოროყვა. შემდეგ მოდი ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველომდე, ანუ ხო, ჯერ კიდე შემავალი იმპერია იყო საქართველო რუსეთის იმპერიაში, იქიდან დაწყებული პავლე ინგოროყვა იბრძვის ყველა ქართული საქმის გადასარჩენად. დგას სათავესთან, ხო? როგორც ქართული სიმდიდრის გადასარჩენად, განძის გადასარჩენად და ეს არ იყო მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილი, ხო? ექვთიმე თაყაიშვილი მთავარია, მაგრამ თავისი პატარა წვლილი პავლე შეტანილი აქვს ამ საქმეში. დიდი წვლილი კიდე იოსებ სტალინის. ის არ ყოფილიყო ამ შემთხვევაში სტალინის მონდომება, ეგ ვერ მოხდებოდა. პრაქტიკულად ბოლოში გადარჩა, შემთხვევით ისაც გადარჩა ჩვენი განძი. პავლე ინგოროყვა არ დაიხვრიტა, იყო რამოდენიმეჯერ დაკითხვაზე იყო მიყვანილი, არ გადარჩა ბატონ დავით. ერთხელ დასჭირდა, დასჭირდა სტალინის რეჟიმს დასჭირდა რომ ქართული წერლობის ისტორია ვიღაცას დაეწერა. ამის ყველაზე კაი დამწერი იყო პავლე ინგოროყვა. 30-იან წლებში ამან გადაარჩინა. და ეს არ იყო როგორც
პოლიტიკური ელემენტებით არ იყო დაკავებული. ეს კაცი ჩუმად იჯდა და ხელნაწერების განყოფილება რო შეიქმნა, შემდეგ ხელნაწერების ისტორია შეიქმნა. მეცნიერებით იყო ჩაფლული იყო ხელნაწერებში. და არ ჩანდა ეს ადამიანი გარდა რაღაც მომენტში გამოჩნდებოდა, იყო ვიწრო წრე იცნობდა, მაგრამ ვიწრო წრე იცნობდა ეს ლაპარაკი ცისფერ ყანწელებზე, მწერლებზე, იმათთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო, კონსტანტინე გამსახურდიაზე ლაპარაკი. აქ დიდ ხალხზე ლაპარაკი. მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, რა ახლა გალაქტიონის დიდი პოეტი ხო ვინ ყავს ჩვენ მეცალგუნეში არა? გალაქტიონისაც მოუწია დაეწერა რამდენიმე ლექსი, რომელიც ადიდებდა კომუნისტურ რეჟიმს. კიდევ იყო კონსტანტინე გამსახურდიას მოეწონა და მოუხდა კიდევ კოლმეურნეობაზე დაეწერა და ასე შემდეგ მოუწიათ. პავლე ინგოროყვა ერთადერთი ადამიანია რომელსაც არ მოუწია ამის დაწერა რა და არც ერთი მტყავილიც კი არ არსებობს მის მიერ დაწერილი რომელიც ამ რეჟიმს შეაქებდა ოდესმე ესეც გამოიმეტა მისთვის ესეც გამოიმეტა მაგრამ მოკლედ გადარჩა რამოდენიმეჯერ მათ შორის ომის პერიოდშიც იმიტომ რომ ლევან გოთუარო დააპატიმრეს და რო გაუშვეს ის იყო მონაწილე ერთ-ერთი აჯანყების გერმანელების შემოსვლის მომენტისთვის რაღაცები მზადდებოდა და მათ შორის ეს მოკლედ ეს ადამიანის იყო მოაზრებული და უნდათ გასულიყვნენ პავლე ინგოროყვაზე რა. და პავლე ინგოროყვასთან ვიღაცა რომ მიუგზავნიათ, მოკლედ ამას იმდენი ჭკუა ქონდა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიიღო. არც გერმანელების მხარეზე და არც არავის მხარეზე და თავისთვის შრომობდა და მუშაობდა. თავის ქვეყნის მხარეს იყო, მოდი ვთქვა. მაგრამ რომ არ დახვრიტეს ხომ თქვით. მაგრამ კაცს ყველაფერს თავი რო დავანებოთ რა, ყველა მის მოქმედებას. რომელსაც ხელი აქვს მოწერილი 1918 წელს დამოუკიდებლობის აქტზე. როგორ შეხედავდა 70 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმი წარმოვიდგინოთ რა. აი, როგორ შეუწყობდა ეჭვის თვალით. ეჭვის თვალით და მისი სრული იგნორირებით და მისი ყველა აღმოჩენის გვერდზე გადადებით და იმიტომაც არის რომ საქართველოში არც არავინ ახალმა თაობამ განსაკუთრებით ახლა თქვენ იცით მე ვიცი კიდევ რამოდენიმე ადამიანმა იცის მეცნიერებაც იციან მაგრამ მათ შორის იმდროინდელ მეცნიერებმაც პრაქტიკულად ზურგიც აქციეს და ბევრ შემთხვევაში გაწერეს კიდეც მისი შრომები ამ შემთხვევაში რომ ის წინ არ წამოწეულიყო და ამის ერთ-ერთი მაგალითია გიორგი მერჩულე ეს არის როგორ ვთქვათ ერთ-ერთი უდიდესი ნაშრომი საქართველოს ისტორიისა გიორგი მერჩულეზე დიდი შეიძლება სხვა არც კი დაწერილი იყოს ის თანაბარია შეიძლება ივანე ჯავახიშვილის შრომებისა ქართველი ისტორიისა მაგრამ ამ მოცულობის და ამ სიღრმის ნაშრომი რომელიც შეეხება დოკუმენტებით ყველაზე ღარიბ ეპოქას რომელიც არ მოღწეულა ჩვენამდე ლაპარაკია აი არაბობა რომ მთავრდება და შემდეგ დავით აღმაშენებლამდე პერიოდი რომ არის აი ეს ეპოქა ყველაზე ნაკლები დოკუმენტებითაა ჩვენამდე მოღწეული აი ეს ეპოქაა გაშლილი სრულიად და სრულად აქ შევიდა სამონასტრო აღმშენებლობა მთლიანად სამი დიდი ნაწილი შედიოდა ეს იყო აფხაზეთის ისტორია ეს იყო ტაო-კლარჯეთის ისტორია ეს იყო ქვემო ქართლის ისტორია ეს არის ჩვენი ციხესიმაგრე ასე უწოდა მას გრიგოლ რობაქიძემ ციხესიმაგრე ამოიზიდა ამ წიგნის სადღეგრძელოებს ვსვავდნენ მაშინდელი 50-იან წლების ქართველები ეს წიგნი იბეჭდებოდა 59-50-ში ჩვენ ჟურნალებში ყოველი თავი იბეჭდებოდა 53-ში დასრულდა 54-ში ფული აღარ ქონდა გამომცემლობას და მოკლედ ვერ უნდა დაბეჭდილიყო მაგრამ მაინც უარი განაცხადა პავლემ ნებისმიერ ჰონორარზე და ის მაინც დაიბეჭდა 1000 გვერდიანი წიგნია. ერთი ნახევარი ეს არის ისტორია რომელიც მე ვთქვი, მეორე ნახევარი აქ არის ყველა ჰიმნოგრაფიული თხზულება, ანუ ლექსები და ხა ჩვენ ვაჩვენებთ გადაცემის დასაწყისში, აი რაც არის პოეზია, პავლე ინგოროყვას აღმოჩენილი, აი ამ 1000 გვერდიან გიორგი მერჩულეში შედის ეს უზარმაზარი წიგნია. მაგრამ მოხდა შემდეგ რა. გარდაიცვალა სტალინი, მოკლავენ ბერიას და სტალინის გამო იყო ეს თუ კიდევ სხვა რამის გამო იყო როგორ იყო ხრუშჩოვის და მთელი რუსული ელიტის ეს უმძიმესი ურთულესი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ რომელიც პირველად გამოცხადდა 1956-ში როდესაც ახალგაზრდები ათეულობით და ასეულობით დახოცეს სხვათა შორის გრიგოლონიანი ეს პატივსაცემი კაცი მარტო იმიტომ არის რომ ეხლა რო ეძახიან სტალინის გამო რომ ამკობენ ეს გოგონება შერყეულები რომ სტალინს როგორ შეიძლება შეაქო აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის მარტო დღეს როგორ საუბრობს და სტალინზე ბატონი გრიგოლი არამედ
ის ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი 56-ში საქართველოს იცავდა იმ საბჭოთა ტანკებისაგან და კიდევ როგორ გადაცა ცოცხალი ესაა საინტერესო ლაპარაკი იმაზე კი არ არის რომ ის საბჭოთა იმპერიის მხარე იყო ის იცავდა საქართველოს ამ შემთხვევაში და ის ერთ-ერთი მოწინავე ახალგაზრდა კაცი იყო რომელიც გადაურჩა კიდეც სიკვდილს ასე უნდა იცნობდნენ ადამიანები ბატონ გრიგოლს ამ შემთხვევაში მოიტანა ხალხი სიტყვამ და ჩვენ ვთქვით კიდეც საქართველოს დაცვაში მას როგორი ისა აქ რაც 9 აპრილი მოხდა ჩვენთან იგივე მოხდა 9 მარტსაც როგორც 9 აპრილს დაიხოცნენ ჩვენი ქალბატონები არიან ხომ აბსოლუტური უმრავლესობა ვინც დამოუკიდებლობა მოიტანა საბოლოო ჯამში ის ქალები რო არ ყოფილიყვნენ ქალები რო არ დაეხოცათ და მამაკაცები ყოფილიყვნენ მსხვერპლი შეიძლება ის ეფექტი 9 აპრილს აცქოროდა ქალის როლი ეს უკვე გულის გული შეიძლება ვთქვათ საქართველოს გათავისუფლებაში და საბჭოთა კავშირის დანგრევაში ყველაზე პატივსაცემი არის ამ დროს ის ადამიანები ხლა ქალბატონები ახალგაზრდა გოგონები იმიტომ კი არ მივიდნენ რომ ესე მომხდარიყო მაგრამ ასეთია განგება მათი და მათი ღმერთის დაშვება რომ ესე მომხდარიყო 9 მარტის ამბების მონაწილე იყო მამაჩემი რომელიც ამ დროს იყო სტუდენტი და ძალიან ემოციურად ყვებოდა ამ ამბებს რომ აი იქ სადაც ახლა არის დედაენის ბაღი როგორ შემოვიდნენ საბჭოთა ტანკები და ლაფეტებით როგორ ყრიდნენ დახოცილ ადამიანებს მტკვარში და ზუსტად მაშინ ერთადერთი შემთხვევა იყო როცა მამაჩემმა ამიგრძალა 9 აპრილს დასვლა აქ მიტინგზე, თუმცა მაინც წავედი რასაკვირველია, მითხრა რომ არ დაგინდობენ და გადაგივლიან, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა სისტემა, რასაკვირველია. თქვენი ძვირფასი მამა ბატონი გრიშა ონიანი და ასობით და ათასობით ქართველი მაშინ საქართველოს იცავდა. რატომ გავიხსენეთ ახლა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ 56 წელს ჩვენ აღვიქვავთ როგორც პირველ დარტყმას საქართველოზე, რაც ხრუშოვმა, სუსლოვმა და ამ გარეწარებმა მოახდინეს საქართველოს ხროვამ გასანადგურებლად. ეს არ გეგონოთ თქვენო შემთხვევით ხდებოდა და ეს არ არის მარტო საბჭოთა იმპერიის 1-2 კაცის დანაშაული. ეს საბჭოთა იმპერია საქართველოს ებრძოდა ყოველთვის მათ შორის აი ამ სტალინის და ბერიას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით და მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ცნობა ხოლოდ რამოდენიმე კაცმა იცის რომ პირველი დარტყმა არ იყო 9 მარტი 56 წლისა პირველად ეს ყველაფერი გამოჩნდა 54 წლის ბოლოს 55-ში როდესაც უკვე მოსკოვიდან დავალება წამოვიდა აფხაზებზე და გიორგი მერჩულე ეს 1000 გვერდიანი წიგნი მათ დაწვეს სოხუმის ცენტრში აი მაშინ დაიწყო საქართველოს განადგურების გეგმა ის აფხაზებს თვითონ არ მოუფიქრებიათ აფხაზები მაშინ ჩვენ პატრიოტს გვცემდნენ იცოდნენ რომ ქართველები მათაც პატივს სცემდნენ და რო არა ქართველები რუსებს უგავასახლებდნენ მაგათ 19 საუკუნეში თავიდან ბოლომდე. დაწერილია მათი უნივერსიტეტები, მათი განათლების სისტემა, ეს ყველაფერი რო ქართველებმა გაუკეთეს დღემდე იციან ბატონ დავით. იციან, მაგრამ მაშინდელმა ხრუშოვმა და სუსლოვმა დავალება მისცეს უშიშროებას მაშინდელს და სწორედ გიორგი მერჩულეთი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა საბჭოთა იმპერიისა. ეს მოხდა 54-15 წლებში დაწვეს ცენტრალურ მოედანზე აგიზგიზეს კოცონი და ეს რაც ეგინია ისე რომ წარმოიდგინოთ, როგორც ვეფხის ყაოსანზე გაგვიგია რომ ზითევში ატანდნენ, არა? გიორგი მერჩულეს სადღეგრძელოთ იწყებოდა 50-იან წლებში ყველა ქართული სუფრა. წარმოგვიდგენიათ? ხო არა მშვიდობის სადღეგრძელო, არა? მაშინ ამ წიგნის სადღეგრძელოთ იწყებოდა. იმ მასშტაბის წიგნია, ვინ ის საქართველოში გიორგი მერჩულე? ერთი რაც გაკეთდა, შემდეგ 60-იან წლებში სხვათა შორის 7 ტომეული უნდა გამოცემულიყო პავლე ინგოროყვასი და ამ 7 ტომეულში დაბეჭდილი იყო პირველი ტომი, რუსთველიანა, რაც ჩვენ მოვყევით. მეორე ტომი არ დაიბეჭდა. დაიბეჭდა მესამე, მეოთხე და გაჩერდა. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე აღარ დაიბეჭდა. მაგრამ რატო არ დაიბეჭდა მეორე? იმიტომ რომ იყო იმ ტომში. 60 აქ ლაპარაკია 61, 62 წელს ესე ხრუშოვის ეპოქაა. გიორგი მერჩულე უნდა შესულიყო ამ მეორე ტომში. და გიორგი მერჩულეს წინააღმდეგ მაშინაც ბრძოლა მიმდინარეობდა. ამოიღეს ისტორია. ამ ტომი ამოიღეს. 15 წლის წინ ბატონი როსტომი არის რედაქტორი და მეც მხარდამჭერი ვარ ამ წიგნისა ჩვენ ეს მეორე ტომი გამოვეცით. ურა, კარგია. არსებობს ბატონო. როგორ არ არსებობს, არსებობს. მეხუთე ტომიც გამოვეცით მე და ბატონმა როსტომ ჩხეიძემ და ეს შევავსეთ მოკლედ 7 ტომეულის 3 ტომი არსებობდა, 2 ჩვენ შევავსეთ, 2 დაგვრჩა კიდე გამოსაცემი, ერთ-ერთი იქნება ხეთური იეროგლიფები და ერთი მეშვიდეც გამზადებულია გამოსაცემად. ისე თქვა მინდა პავლე ინგოროყვას ებრძოდა საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ის იყო სულ ერთი რამო დავასახელოთ, დამოუკიდებლობის акცზე ხელმომწერი, აბა ვინ გაახარებდა მას და მით უმეტეს მიშრომებს, შემთხვევითაა გადარჩენილი დახურტას და უბედურება რა შეეცით. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ ვარ დამოუკიდებელი.
ბევრ რამეს აკეთებს საქართველოს, ხო? იცავს თავის თავს. ყველა მხრიდან ვიღაცა გვიტევს და ყველასგან თავს ვიცავთ. ეხლა დასავლეთმა შემოგვიტია ბოლო წლებში, დავიცავით თავი, ხო? ამ ხელისუფლება მოახერხა და დაგვიცვა ჩვენ ამისგან არა? მაგრამ თუ კი რაიმე დარჩა საქართველოში, რომელიც არ გაცხადდა და დამოუკიდებელი საქართველოს მეცნიერებაც კი ამას არ აჟღერებს და არ ამჟღავნებს, ისევ და ისევ პავლე ინგოროყვა. არც დამოუკიდებელ საქართველოში არ ხდება პავლე ინგოროყვა საოცარი ნაშრომების წინ წამოწევა. ხმასაც არ იღებენ ამაზე. არ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია, არც არავინ, არც პოლიტიკოსები, არც პარტიები. აწერთ ამას. იქნებ დაკარგეს ეს ცოდნა და აღარ უნდათ უკან დაბრუნდეს. უმრავლესობა ვინც იყო კომუნისტურ რეჟიმში 50-იან, 60-იან, 70-იან წლებში ისინი აიძულეს და დაეწერათ მისი შრომების საწინააღმდეგო წერილები და ნაშრომები. და უკან ვეღარ მიაქვს ეს ყველაფერი და ის ხალხი ვინც ახალგაზრდა ისტორიკოსები ბრძანდებიან. იმიტომ რომ ძალიან დიდმა მეცნიერებმა სხვათა შორის დააწერეს ეს ნაწარმოებები და ახლა იმ მეცნიერების გადახაზვა გვიწევს. ახალგაზრდა მეცნიერები კიდევ იმათი მოსწავლეები არიან ამ დიდების. ახლა არ ვასახელებთ რა როგორ იყო მოვა მაგის და ჩვენ ამას მოვყვებით დადგება. მაშინ უნდა გავიდეს კიდევ ნახევარი საუკუნე რომ ჩემი მასწავლებელი ჩემი მასწავლებელი ქალბატონი ია ასე უძღვება გადაცემას და სანამ მე ვიქნები მასთან და მოგცემენ საშუალებას ჩვენ ამას მოვყვებით ყველაფერს ბოლომდე და ვიტყვით როგორ ხდებოდა ეპოპეა ისტორია კი ბატონო. ასე რომ ჩვენ ახლა მივადექით ერთ ახალ დიდ აღმოჩენას რომელიც პავლე ინგოროყვამ გააკეთა 50-იან წლებში ასევე იქ გედევან ხელაია იყო ვისაც გაანდო პირველი უმცროსი მეგობარი იყო მისი გედევან ხელაია ცნობილი კაცია მაგასაც ჩვენ კიდე ცალკე მოვყვებით და იცოდა მუსიკასთან ახლოს იყო და მოუყვა გაანდო 2 იანვარია რა სახალხოს დღეებია და გაანდო რომ ეს ამოიხსნა და მჭირდება ეს სიგნებიო და ეს გედევანი მაშინ ახალგაზრდა კაცია ჩემი მეგობრის ბიძა მოკლედ და ახლოს ამიტომ და მე გადავიღეთ კიდეც ის ფილმი მის მონაწილეობს მასში ის ყვება როგორ მოხდა მუსიკალური ნიშნების ამოხსნა და სანამ ამ ამოხსნას მივადგებით, მოდით ვთხოვოთ რეჟისორს რომ პირველი ნომრით რომ არის სლაიდი ის დავდოთ, ეს არის 1962 წლის მაისის ჟურნალი, იუნესკოს ჟურნალია, კურიერ იუნესკოა, რომელიც გამოიცემა პარიზში და აქ გავადიდოთ ეს თუ შეიძლება. აი ეს ჟურნალია, იუნესკოს ჟურნალი, გადავიდეთ შემდეგ გვერდზე. შემდეგ სლაიდზე აქ დაიბეჭდება Lost Hymns of Georgia. აი ეს არის პავლე ინგოროყვას წერილი, რომელიც 5 ენაზე დაიბეჭდება 62 წელს, სადაც არის ამოხსნა ქართული სანოტონიშნებისა. ეს რომ ამოხსნილია დღეს საქართველოში არ იციან, არც მომღერლებმა, არც მუსიკოსებმა, არც მგალობლებმა, არც კულტურის სამინისტრომ, არც აკადემიამ და არც არავინ. ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც არავინ არ იცის დღეს საქართველოში. ეს დაიბეჭდა ამ ჟურნალში, რომელიც ახლა ჩვენ თქვით, ეს იყო ასევე გაჟღერებული თვითონ ჩანაწერები გაკეთდა სიონის ტაძარში სახელმწიფო კაპელამ მაშინ ეს ყველაფერი ჩაიწერა და საფრანგეთში იუნესკოს რადიომ მსოფლიოს გააცნო 1000 წლის წინანდელი ქართული საგალობლები რომლებიც პავლე ინგოროყვას მიერ ამოხსნილი სანოტო ნიშნებით იქნა აშღერებული და ეს ყველაფერი როგორც კი შემთხვევით მოხდა მაშინ საფრანგეთში ეს ყველაფერი ეს ყველაფერი როგორც კი ჩაიტანა ბატონ დავით ეს კიდევ ცალკე ისტორიებია. კიდევ ანდრონიკაშვილის ხობის ამბები არსებობს ჩვენ დროს ახლა ვეღარ მოვასწრებთ რომ ეს კარგად განმარტო. ამიტომ მაგას შემდეგ მოვყვებით და ეს ყველაფერი აიკრძალა და 60-იან წლებშივე როგორც რუსთველიანა, როგორც გიორგი მერჩულე, როგორც სანოტო ნიშნები, როგორც ხეთური იეროგლიფების ამოხსნა ქართული ნიშნებით, ეს ყველაფერი გადაიდო ისე, რომ დღემდე ამაზე ხმას არ იღებენ ქართული მეცნიერები. პავლე ინგოროყვა გონიათ, რომ ფანტაზიური იყო, ეს ტერმინია მოგონებული სპეციალურად, რა ფანტაზიური იყო, ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ შეედრება მას. ის ყველაზე დიდი ისტორიკოსია, დიდი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელმაც გარდა ყველაფრისა ის ფილმი ნაჩვენები აქვს ტელევიზიას ჩემი და რუსიკოს მიერ გადაღებული გარდა ამისა ჩვენ რომ მაზნიაშვილი გმირად შევრაცხეთ და ვინ უნდა იყოს მასზე დიდი კაცი აჭარის დაბრუნებაში ხომ რომ იცოდეთ კიდევ ერთი დიდი ისტორია აი იმ დამოუკიდებლობის პერიოდში შემდეგ კომუნისტები რო შემოდიოდნენ როგორ მოხდება აჭარის დანარჩუნებაში პავლე ინგოროყვას წვლილის გამოჩენა მოვყვებით აი ახლა მოვყვებით ამას დაგვიფრეს რუსებმა, თურქები შემოდიან, თებერვალში რუსები საბჭოთა არმია შემოდის და
გადაწყვეტილებას მიიღებენ რომ რა ვქნათო არა და ბრესტ-ლისტოვსკის ზავით ლენინმა და ათათურქმა მოილაპარაკეს რომ აჭარა დაუთმონ აჭარა არ აქვს ლაპარაკი იყო მდინარეზე საუბარი იყო რომ ჩოლოქზე გადიოდა საზღვარი და აჭარა აღმოჩნდებოდა ამნაირად თურქების ხელში თურქული ჯარები შემოსულია მაზნიაშვილი და წითელ არმიელების ნაწილი დავალებას მიიღებენ რომ ეს ყველაფერი დაიბრუნონ მოხდება კიდეც რამოდენიმე დღეში ეს დაბრუნდება ბათუმი და აჭარა მაგრამ თურქები მოითხოვენ საბჭოთა კავშირისგან ჩვენი ხელმოწერილი გვაქვს დოკუმენტზე ლენინს აქვს ხელი მოწერილი ლენინის ცოცხალია და ჩვენ მოგოცით დაგვიბრუნეთ ის კუთვნილი ტერიტორიებიო კომისია შეიქმნება ამ კომისიაში შეიყვანენ ასევე 25 წლის ახალგაზრდა ბიჭს ძალიან ახალგაზრდა ადამიანი 25 არა 29 წლის იყო მაშინ პავლე ინგოროყვას და პავლე ინგოროყვა ეტყვის მან იცოდა როგორი ისტორია ოდესაც მე-19 საუკუნის 30-იან წლებში აი ახალციხე და ის ტერიტორიები რუსეთის იმპერიის მიერ შედიოდა რუსეთის იმპერიაში, ანუ საქართველოს უბრუნდებოდა კი, მაგრამ ის საქართველოსზე კი არ ფიქრობდნენ. მაშინ რუსულები თავის თავზე ფიქრობდნენ. ანუ გამობრძოლილი ეს აჭარა მაშინვე უნდა დაბრუნებულიყო და არა 30-იანებში, მაგრამ რუს გენერალს მოატყუილებენ თურქები, იმიტომ რომ იქ ხელმოწერა ჭოროხზე უნდა გასულიყო მაშინ და ჭოროხი ეს ჩოლოქი არისო და ხელი ამაზე მოაწერინეს და იმიტომაც აჭარა 30-იან წლებში მე-19 საუკუნეში დარჩა თურქეთში 70-იან წლებში კი ბატონო რუსეთის იმპერიამ ეს დაიბრუნა ეს ისტორია ცნობილია მაგრამ ეს სიღრმეები ბევრმა არავინ არ იცოდა არც საბჭოთა კავშირში არც საქართველოში და პავლე ინგოროყვამ ეს ყველაფერი გამოიყენა აქ რომ თქვენ გონიათ რომ ჩოლოქ წერიაო არა აქვთ ჭ და ხ და ასეთი ასოები ლათინურ დამწერლობაში და თურქებსაც არ ჰქონდათ ეს ჩოლოქს კი არა ეს ჭოროხს ნიშნავსო სწორედ ეს გამოიყენა მაშინ სტალინმაც და შემდეგ ლენინმაც რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთო ჭოროხსო და არა ჩოლოქსო ამიტომაც გადაიწია საზღვარმა ასე რომ ოდესაც ჩვენ ვამბობთ რომ აჭარა დანარჩუნდა აჭარლის ქართველობის ერთიანი სურვილით მემედ აბაშიძის და კიდევ ხიმშიაშვილების და სხვათა ლიდერობით ის რომ უკითხა ლენინმა სტალინს რა ვქნათო ჩვენ გვჭირდებაო ბათუმში ნაომარი იყო ახლა რევოლუციურ მოძრაობაში და გვჭირდებაო კაცო ესო ჩვენო იმიტომ რომ პორტი იყო და მთელი ამბავი იყო იქ ნავთობსადენი გადიოდა და როგორ დავუბრუნდო ვერაფერს არ აკეთებენ ისინი რომ ჭირდებათ მაგრამ რა უნდა გავაკეთონ ხელი აქვთ მოწერილი თურქებთან რომ ეს უკვე კიდევ ერთი ფაქტორი, მესამე ფაქტორი, მეოთხე ფაქტორი, რომ მაზნიაშვილი იყო მაშინ, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და წითელ არმიელებიც დაუდგებიან რამოდენიმე იქ ბრიგადა აღმოჩნდება კიდე მის გვერდზე და სამხედრო ოპერაციაში ატარებენ და კიდევ მეხუთე პავლე ინგოროყვას ცოდნა როა და რომ არ აღმოჩენილი იყოს კომისიაში, აჭარა საქართველოში არ იქნებოდა. როდესაც ჩვენ ვამბობთ მაზნიაშვილის ზღვაწლს, მას გვერდით პავლე ინგოროყვა უნდა დაუდგეს, მან კალამით იგივე გააკეთა რაც მაზნიაშვილმა ხმლით ამ შემთხვევაში. ასე რომ ეს კაცი ამ მასშტაბის ადამიანია და აი ასე მოიყვანა 80-იან წლებამდე შეიძლება ითქვას და ამასაც მე უკვე რო გარდაიცვლება ამ მომენტად ჩვენ მოვასწარით მოუყვებით, მაგრამ ისევ სანტონიშნებს დაუბრუნდები, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. ძალიან ეს არის სოფლიო აღმოჩენა და აი ის რაც დღემდე არავინ იცის საქართველოში ძვირფასო ტელემაყურებლებო თქვენ ეხლა ისმენთ ბატონი დავით გალიგაშვილი. მესამე სლაიდი რეჟისორს თხოვოთ რომ გამოაჩინოს. ეს არის აი გავადიდოთ, ეს არის მიქაელ მოდრეკილის წიგნიდან, ეს არის საგალობელი, შობის საგალობელია, აი ესეთია. აი ესე მოთხრობას აუთ იწერებოდა, არადა ეს არის პოეზია. შავწერტილები არის აქ. აი თუ ხედავთ აი აქ წითლად. ეხლა შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. ეს უკვე უფრო შავი წერტილების გამოჩნდება და წითელი ეფერიც გამოჩნდება რა არის. კიდევ შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. აი აქ ჩვენ მივადგებით წითელი ფერით აღნიშნულ სანოტონიშნებს. და პავლე ინგოროყვამ შეხედა 50-იან წლებში როცა იკვლევდა რაღაც დამწერლობას, არა? დამწერლობას არა. ესე იგი, როგორი არის დამწერლობა უცხოეთში, აი ლათინებთან მაგალითად, ეს არის ნეუმებად წოდებულია, ეს არის როგორც იეროგლიფი არის, ხომ? პასაჟს რაღაც მონაკვეთს აღნიშნავს მელოდიისას და არის ათეულობით არის ასეთი რა. ანუ ეს ნიშანი როგორც იეროგლიფი ბევრია და ანბანი ცოტაა, რაოდენობრივად, ასეთივე იყო ნეუმები უცხოეთში, მაგრამ შეხედა ქართულში და მარტო 8 ცალი ნიშანია. 4 ზემოთ, 4 ქვემოთ. ვერ ხსნის ვერავინ ამას. არავინ არ იცის. დღესაც არ იციან, კაცო, ხალხს პავლემ აღმოჩნდა, დღესაც არ იციან, სადღაც ჩვენ მოვყვებით. პავლე ინგოროყვა მიხვდა რომ რაღაც სხვა რამეშია საქმე. ამიტომ დაიწყო ამ წითელი ნიშნების ამოწერა, დახაზვა, დაწერა და გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე უკვე სად მივალთ. გავადიდოთ და დავანახებთ. ნუ საოცარ. აღმოჩნდება 2 ტეტრაქორდი.
შუაში ხაზი რომელიც გადის ეს ტექსტია, ტექსტის ქვემოთ წერია 4 ნიშანი, ტექსტის ზემოთ ასევე წერია 4 ნიშანი. ესე იგი, ეს 4 ანუ საგალობლის ტექსტია ლაპარაკი. საგალობლის ტექსტებზე წერია, საგალობლის ტექსტი რომელიც წინა სლაიდზე ვაჩვენეთ, ეს ნიშნებია წერია. მოდი დავაბრუნოთ მაინც წინა სლაიდი, რომ დაინახოთ როგორ არის. ეს ნიშნებია წითელი ფერით საგალობლის ტექსტზე, ზემოდან და ქვემოდან, რომ წარმოვიდგინოთ, ეს ნიშნებია. ხაზი არის ტექსტი. ხაზი არის ტექსტი ამ შემთხვევაში. 4 ზემოთ, 4 ქვემოთ. გავაგრძელოთ კიდევ ეს სლაიდი. აქ ჩვენ ხედავთ რომ თვალი რომ შეხედავს მიხვდება რომ ხმა, ანუ ამ შემთხვევაში ბგერა, ტონი, როდის ადის მაღლა აიწევა და დაიწევა, აქ იოლად გამოჩნდება, ხომ? და პავლენკო რო მიხვდა რომ ეს 8 ნიშანი უნდა იყოს ის ოქტავა 8 ნიშნიანი, დოდან დომდე, რედან რემდე. თანამედროვე სამყაროს. სამყაროს, მაგრამ ამას ხო ამოხსნა უნდა ეს დო არის თუ რე არის თუ რა არის, ხო ამოხსნა ჭირდება. ამიტომ ამ შემთხვევაში ის გადავიდა. ესე იგი, ეს არის 8 მთავარი ნიშანი საქართველოს სალანტო სისტემაში. არსებობდა კიდევ სხვა ნიშნები, აქედან განვითარებული. ოღონდ ისინი აი 600 და 1000 ერთხელ გამოიყენებოდა მარცვლები რომ ავიღოთ. იმას იუბილაცია ქვია და პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა. 8 ძირითადი, მაგრამ რომელია დოდარა ეს ხოლმე დადგენილიყო. პავლენკო რო შეამჩნია, რომ ყველა ამ პოეტურ თხზულებას, რომელსაც წითელი ნოტები ახლავს თან დასაწყისშივე ეწერა ეს რომელი ხმა იყო პირველი, მეორე, მესამე თუ მეოთხე. 8 ხმა არსებობს, 4-ია მთავარი და 4-ია დამხმარე. გვერდითი ხმებია. ამას ბერძნულად ქვია ეხოსი, ხოლო ლათინურად ქვია დომუსი ქვია ამას. მოდუსი უბრალოდ მოდუსი. აქ რომ წარმოვიდგინოთ, პირველი ხმა ბერძნებთან ეს იყო დორიული კილო, ხმა კილო. იყო ფრიგიული, ეს მეორე ხმა, რომელიც ჩვენთან მეორედ იწერებოდა, ლიდიური და მიქსოლიდიური. კიდევ 4 იყო გვერდითი ხმები, მაგრამ რას ნიშნავდა დორიული, ანუ პირველი ხმა ქართულად? აი ჩვენ ისევი სლაიდი ვანახოთ, რომელიც არის. და გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და გავადიდოთ შემდეგი სლაიდი. აი ეს გავადიდოთ, არა წინაზე დავბრუნდეთ, წინა სლაიდზე დავბრუნდეთ. აი ეს გავადიდოთ და აქ რა გამოჩნდება, ნახეთ. ქვემოთ რომ წერია, თუ კი ეს არის პირველი ხმა, მაშინ ეს არის რედან რემდე. თუ აწერია საგალობელს მეორე ხმა, ეს არის მიდან მიმდე. ან თუ მესამე ხმაზე ფადან ფამდეა. და შემდეგ თუ არის მეოთხე ხმა, სოლიდან სოლამდეა და კიდევ 4 გვერდით ხმაც მასეა. ესე იგი შენ რომ გაქვს მონაცემი, რომ ოქტავა საიდან იწყება პირველი ხმა არის რედან რემდე, შენ იცი რომ ეს ნიშნები რომელ ბგერას გამოსცემენ. აქედან მეხუთე დომინანტა ქვია, ანუ პირველი ზემოთა რგოლიდან დომინანტაა, ის ყველაზე ხშირად მეორდება და მის გარშემო ტრიალებს მთელი საგალობელიდან, ნუ სიმღერა ასე რო ვთქვათ და ასე იყო აგებული. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხმა როგორ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. დორიული ხმა ეს ნიშნავდა, რომ წარმოვიდგინოთ, აი ძალიან არა ექსტაზურ, ესე იგი, წყნარ, მკაცრ, გონიერ და კდემამოსილ სიმღერას. ანუ ასე არის პირველი ხმა დორიული. შემდეგ მოდიოდა ფრიგიული. ეს ფრიგიული იყო ექსტატიური, ორგიასტული, სულიერი აღტკინება რო არის, ანუ როკვა და რაღაცა რო ხდება, ბორგნეული. ამიტომ მეოთხე საუკუნეში დიდმა მამებმა საბერძნეთში, ბიზანტიაში გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ამოიღოთ, ხო, როგორც დაერეგულირებინათ. ეს ფრიგიული და ლიდიური შუაში იყო რა. გაეუქმებინათ საერთოდ, აეკრძალათ ამის მღერა საერთოდ და დატოვეს მარტო დორიული, კდემამოსილი. მივიღეთ მონოტონური, ნანაფალიანმა რო ბრძალა, მონოტონური, აი არა ძალიან მკაცრი და სულიერად დამშვიდებული ტონი, ტონალობა. ამას ამბობენ ბატონ დავით, რომ სწორედ ლოცვას ერთხმიანი სიმღერა უხდება, იმიტომ რომ არ გაშორებს უფალთან. ლოცვას რომელიც საგალობელი უხდება, ეს ქართველებმა იციან და კარგად გამოთხოვენ ყველა საგალობელს, მაგრამ ის ხალხური სიმღერა, მრავალხმიანობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იქ ჩვენ არ გაგვიუქმებია ეს ყველაფერი. ჩვენ შევინარჩუნეთ ყველა ეს ტონალობა და მიმართულება და ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ხდებოდა. აი ეს არის ყველაზე მარტივად. ბატონ დავით, როდის რომელ საუკუნეში გვხდება ჩვენ ეს ალბათ ბევრმა არ მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ რაც კი ჩვენამდე პირველად არის მოღწეული, რომელი საუკუნით თარიღდება? მე-10 საუკუნის არის ყველაფერი, მიხაელ მოდრიკილიძე და კიდევ სხვაებიც 9 ხელნაწერმა მოაღწია სულმე მას ჩამოვთვლი. ეს არის მიხაელ მოდრიკილის კრებული, აი რომელიც ჩვენ ახლა ვნახეთ. აქ არის მერვე მე-10 საუკუნეების სიმღერები შეგროვებული.
აი კარბელაშვილები რო აგროვებდნენ 19 საუკუნეში, ეს ხდებოდა მაშინაც. არის ალავერდული იორდანისეული მე-10 საუკუნისა, პალესტინური, რომელიც სვანეთში იელში ინახებოდა, იელური მე-10 საუკუნეა, პალესტინური წვირმში ინახებოდა პალესტინაში დაწერილი და ისევ სვანეთში ინახებოდა, ეს მე-11 საუკუნეა. კინტრიშის ხელნაწერი, რომელიც აჭარაში ინახებოდა და სინაზე არის 3 და კიდევ ერთი ათონის ფაზა იყო კიდევ ერთი. აი ეს ხელნაწერები სინაზე არის იოანე ზოსიმისეული, კრავაისეული და პროხორისეული. ხოლო ტაოს მხარის იყო ჯოჯიკ ერისთავი, ჯოჯიკის ერისთავის სახელობის არის აი სულ 9 ხელნაწერია მოღწეული. მე-10 საუკუნეა. აი ეს მელოდიები განეკუთვნება მე-5 საუკუნეს, მე-6-ეს, მაგრამ მიქაელ მოდრეკელთან არის მერვე მე-10 საუკუნეებისა. ამ დროს ჩვენ დავინახავთ, რომ 1000 წლის წინანდელი საგალობელი რომელიც იყო, ეს საქართველოში დღეს ცნობილი არაა. იუნესკომ გააჟღერა, არიციან ქართველებმა. მე მინდა ვთხოვო, საოცარი გუნდები გვაქვს ჩვენ. ეს ფოლკლორის და მრავალხმიანი სიმღერების შემსრულებლები, საგალობლები საოცარი მგალობლები არიან. ვთქვათ, ჩვენი კომპოზიტორები არიან. აქ ვინც ამას წერდა, ალექსი მაჭავარიანი, ანდრია ბალანჩივაძე იღებდა მონაწილეობას. კაცო, იმათმა კი არ დაწერეს, იმასენი დაეხმარნენ, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო ნოტებზე და ჩვენ შეგვიძლია ვანახოთ კიდეც როგორ მოხდება ეს ნოტებზე გადატანა. აი აქ არის შედარება ბერძნულთან. ბერძნებს აქვთ ასონიშნებით. მათ ანტიკურ ხანაში ჰქონდათ ოქტავა, 3 ოქტავა, 24 ასონიშანი არის, მაგრამ ასონიშნები არის აქ. ჩვენთან არის ნიშანი დაინახავ ხმა ადის თუ ჩამოდის. ბერძნებთან ამას ვერ დაინახავ. ეს ჩვენი ანტიკური სიმღერაა. ბერძნებთან გადავიდა, აქ ასევე არის მცირე აზიული ნიშნები და ჩვენთანაც მცირე აზიულია. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აი შედარებულია, ქვემოთ ქართულია, ზემოთ ბერძნულია. იქ არის ასონიშნები, არის მცირე აზიული, 1-2 ნიშანი და ასოები. ჩვენთან გამოსახულება, გეუბნება როგორ უნდა იმღერო. ბერძენთან რო შეხედო, ვერ მიხვდები ასონიშანზე, სად უნდა წავიდეს ხმა, ზემოთ თუ ქვემოთ. ბატონ დავით, აი ახლა რასაც ხედავთ, ეს არის უმარტივესი გამოსახულებები, რომელიც არ ამგონია, რომ თანამედროვე მუსიკალური სამყაროსთვის, სტუდენტებისთვის იქნება ეს ბავშვებისთვის თუ, რა ვიცი მე, პედაგოგებისთვის ძალიან ძნელი გასაშიფრე იყოს, არა? გასაშიფრე არ არის, გაშიფრულია, ნამღერია. ტელევიზიის ოქროს ფონდში ინახება. მივიდით ფილმში გამოვიყენეთ მე და რუსიკომ. დღესაც ინახება. უფრო მეტიც, თქვენ გამახსოვრებათ აი 80-იან წლებში იქ პანაშვიდი კონსერვატორიაში რო ასწავლონ ეს საგალობლები მოვავალ ჩვენ ვართ ეს ყველაზე მაღალი ოქტავა ჩვენი 1 ოქტავა არავის ეს არა აქვს ბერძნებს ასონიშნებით აქვს ანტიკური ხანისაა მაგრამ ის ჩამოგრჩება ჩვენი სანოტო ნიშნების სისტემა უპირველესია დედამიწაზე ის უკვე ოქტავაა და 8 ნიშანია მთავარი 24 გადაგვჭირებია ჩვენ ამას რო უყურებ მღერი ხარ პირდაპირ არ შეიძლება აქ ასონიშნების დამახსოვრება 80-იან წლებში გამახსოვრებათ პანაშვიდი როცა მიდიოდა ძალიან წყნარი სამწუხრო სიმღერები მიდიოდა. აი ეს ის ოქროს ფონდია. იმიტომ რომ 1000 წლის წინანდელი გალობა კიდევ უფრო წყნარი და კაცრი იყო ვიდრე დღევანდელი. დღევანდელიც ისეთია როგორც უნდა იყოს ეკლესიაში, მაგრამ ის კიდევ უფრო მეტად კონტროლირებადი იყოს, ასე რომ ვთქვათ რა. ის სიმღერები პაულე ინგოროყვამ სიონის ტაძარში სახელმწიფო კაპელა რომ დააყენეს და რომ ააჟღერეს ეფრემ მეორეს პატრიარქის თანდასწრებით რომელიც შემდეგ პარიზში გაჟღერდა ამას უსმენდა მთელი თბილისი და ვინც ამას აჟღერებდა ამ პანაშვიდებზე უფალი შეეციოს ყველას მომღერალსაც და იმათაც ვინც გასვენების დროსაც ეს ყველაფერი გაისმა გასვენება ფაქტიურად ქართული კულტურის ზეიმი იყო 1000 წლის წინანდელი 1200 საგალობელი ამოხსნილია გთხოვთ სულ კულტურის სამინისტროს და სულ რომ ეს ყველაფერი წაიკითხოთ და ისევ ააჟღეროთ. არ გინდათ? უფრო მეტიც. მე-19 საუკუნეში 80-იან 90-იან წლებში საქართველოში გროვდებოდა ხალხური სიმღერები. დიახ. ეს იყო შენახული ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომელიც პაულე ინგოროყვას დაფუძნებულია პრაქტიკულად რა. ისეთ პატარა განყოფილება იყო და შემდეგ ის გადაიქცა უკვე ინსტიტუტად. და პაულე ინგოროყვამ დაიწყო ამ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩანაწერების შედარება 1000 წლის წინანდელთან. აღმოჩნდა რა უმრავლესობაში 300 წელი შეადარა. ტექსტი იგივეა რა, ტექსტი ამ ჰიმნოგრაფიული ტექსტები ერთი იგივეა, მე-19 საუკუნის ტექსტი იგივე იყო, რაც მე-1000-ში და მე-11-ში. შეადარა ტექსტი ერთი იგივეა, სხვადასხვა მუსიკა მოდის რა. ის სხვა არის, მე-19 საუკუნეში სხვა არის, მაგრამ ამ 300 წელში აღმოჩნდა 31 საგალობელი, რომელმაც მელოდიაც კი შეინარჩუნა. 1000 წლის წინ მელოდიები. ახედან 7 პირდაპირ დაემთხვა. რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა
პავლე ინგოროყვას ამოხსნა. აი ეს გააჩნია საქართველოს. მარტო ის კი არაა რომ ვატიკანში ჩვენი გუნდი ჩავა და გააოცებს ყველა დამსწრეს. ხო დიდი საქმე გააკეთა ქალბატონმა თეამ. ეს დიდი ამბავი მოხდა, მაგრამ იმაზე 10 ჯერ უფრო მეტია, როდესაც ქართველები ააჟღერებენ 1200-1300 საგალობელს, რომელიც შემორჩენილია ჩვენამდე, ამოხსნილია, გაჟღერებულია თბილისშიც, პარიზშიც და ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. ასე რომ მიიღონ ხო არსებობს ტელეფონოგრამა და ტელეგრამა და რადიოგრამა ხო არსებობდა რომ როგორც ოფიციალური დოკუმენტი ტელევიზიოგრამა არ არსებობს შედა. ეხლა ჩვენ გამოვიყენოთ ტელევიზიოგრამა კულტურის სამინისტროს მიმართოთ და ვთხოვოთ რომ რაც მე მოვყევი ეს ყველაფერი წაიკითხეთ და გააჟღერეთ. ძვირფასო კულტურის სამინისტრო და ძალიან საყვარელო მინისტრო, რომელიც ჩვენი მეგობარია და გვიყვარს ძალიან, ქალბატონი თიკა, სასწაული მოყვა ახლა ბატონმა დავით გალეგაშვილმა, მე მგონი ქართული კულტურის წინ წასაწევად ამაზე უკეთესი არ შეიძლება რა. ევროპასა ვანახოთ ჩვენ ვინ ვართ, იმან ჯუნგლები რო გონი ვართ. თუ არ ესმით ქართული ენა რას ნიშნავს და ანბანი რას ნიშნავს, მუსიკას ხომ გაიგებენ და 1000 წლის წინანდელი მუსიკა და ჩვენი უმაღლესი სანოტო სისტემა ყველას დავანახოთ სოფლიოში. ჩვენ კიდევ შემდეგი სლაიდი ვნახოთ ისაც დაგვრჩა მოვასწროთ რომ ბოლოში გავიდეთ. აი წარმოვიდეთ გავადიდოთ. აი ეს არის რომ შეადაროთ სანოტო სისტემასთან ხუთხაზოვანთან შედარებული ჩვენი ტექსტის წერია და ჩვენი ქართული სანოტო ნიშნებით შედარებულია. როგორ წერენ დღეს და როგორ წერებოდა მაშინ. პირდაპირ წერია ტექსტის აქ არის თუ მაყურებელს შეიძლება რომ გაადიდოს ან ახლოს მივიდეს და ნახოს შეადარებს პირდაპირ ტექსტი ზემოთ ხუთხაზიანი დამწერლობა და ამ ტექსტზე ასევე ქართული ნიშნები ზემოდან და ქვემოდან. არ შემიძლია არ გითხოთ. ქონდა თუ არა პავლე ინგოროყვას მუსიკალური განათლება? არ ქონდა. როგორ მივიდა ამ დასკვნას? მე არც მე არ მაქვს განათლება, უფრო მეტეს არც ხმა არ მაქვს, არც ხედა და სიმღერა არ ვიცი. მე უნდა მოყვე. მე ვალდებული ვარ ესე რომ მოყვე. რა საკურველი. არა ვარ ვალდებული, ამიტომ ტელევიზიოგრამა მიიღეთ პირველი ტელევიზიოგრამა დედამიწაზე ჩაიბარეთ როგორც ოფიციალური შემოსული წერილი და ძალიან გთხოვთ პასუხი აგვეცეთ ამაზე. შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. აი ეს არის ნეომები. რამოდენიმენაირი ნეომა ათეულობით რომ გააჩნდიათ კათოლიკურ ეკლესიას მაგალითად ლათინური დამწერლობა მუსიკისა. ეს ათეულობით დამწერლობა არის ასეთი, ჩვენ გვაქვს 8 ნიშანი, იმათ აქვთ 60, 100, 150 ასეთი ნიშნები და ის ნეომა ნიშნავს ამ მუსიკალური პასაჟის, ანუ მელოდიის რაღაცა მონაკვეთის, პატარა ნაკვეთის, როგორც იეროგლიფი რომ წარმოვიდგინოთ, აი რამოდენიმე ბგერა რომ წარმოვიდგინოთ, იმის აღმნიშვნელია აი ეს ნეომა. საქართველოში დღეს გონიათ აი სატელევიზიო გადაცემები მინახია ცნობილ ჟურნალისტებთან და ერთხელ ტელეფონიდან ვილაპარაკეთ ძალიან ცნობილს და კარგ ჟურნალისტს ნუ ეძახი ამას ნეომას ამას ეძახიან ჩვენი მეცნიერებიც რომ ნეომა ხელნაწერთა ინსტიტუტში ნეომა არ არის ეს არის სანოტო 8 საფეხურიანი სისტემა 8 ფეხი 8 კიბი საფეხური რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ოქტავა ნევმა არ არის ეს ამიტომ ძალიან გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ და რაც გაითვალისწინა პავლე ინგოროყვამ თავის პავლე ინგოროყვამ ამოხსნა და ბევრი კიდევ სხვა რამ მათ შორის ჩვენ ახლა გავიხსენოთ ის მომენტი გარდაცვალების დღე ეს ხდება 1993-ში ნოემბრის თვეში როდესაც მას გოგებაშვილის ქუჩიდან ჯერ გადაასვენებენ მწერალთა კავშირში და მწერალთა კავშირიდან ეს უშიშროება მაშინ არ იცოდა აი როსტომ ჩხეიძე გუგული მგელაძე იყო მისი სიძე ჩვენი ცნობილი რეჟისორი ფესვების ავტორი და კიდე საოცარი ფილმების ავტორი გიო მგელაძე მაშინ ახალგაზრდა 14 წლის იქნებოდა შვილი მეგობრობ ჩვენ და ისე ახლა აი ოჯახის და აი როსტომ ჩხეიძე იყო იქ ნიკოლოს ანებლიძე კიდევ სხვა პავლე ინგოროყვას მხარდამჭერი მაშინელი ახალგაზრდები ვინ ჩაატარა შემდეგი ღონისძიება ფეხით თავისუფლების მოედნიდან დიდუბის პანთეონამდე ფეხით წავიდნენ და გადაასვენეს პავლე ინგოროყვას ცხედარი გაჩერდნენ ქაშუეთთან ეს როსტომ ჩხეიძე აზურა ახალგაზრდა ბიჭი იყო მაშინ აზურა და ზარების ეკვა დაიწყო და თაწმინდისკენ მოკლედ ხდებოდა ეს ყველაფერი თაწმინდის მასშტაბის კაცი იყო და ეს გაგიჟდა საბჭოთა უშიშროება მაშინ პირველი გამოსვლა სახალხო გამოსვლა აი 14 აპრილის შემდეგ რომელიც 78 წელს მოხდა სწორედ პავლე ინგოროყვას დაკრძალვის დღე იყო რომელიც წინ უსწრებდა უკვე ეროვნულ მოძრაობას ასე მე ვლაპარაკობ დიდ მასიურ გამოსვლას მთელი თბილისი მიაცილებდა პავლე ინგოროყვას თავისუფლების მოედნიდან დღევანდელი სახელით ვიდრე დიდუბის პანთეონამდე. ასე რომ ეს კაცი პავლე ინგოროყვა გახდა ზვიად გამსახურდიას ნათლია. ზვიად გამსახურდია როცა იყო ისეთივე ახალგაზრდა როგორც პავლე ინგოროყვა რომ აღმოაჩინა ეს ჰიმნოგრაფია და ლექსები, ხო? ამბობდა
საქართველოსო ვინ მოერევა პავლე ბიზიასთან ერთად რომ ვიყოთო რა ის მან თავის ნათლიაზე ლაპარაკი კონსტანტინე გამსახურდიას უახლოესი მეგობარი იყო მოვყევით კიდე ჩვენს ამბავი ეს ადამიანი და სხვათა შორის რომ იცოდეთ კიდევ ერთი რამ გიორგი მგელაძის კლასელი და უახლოესი მეგობარი გახლავთ მეუფეშიო ერთ-ერთი კანდიდატი საპატრიარქო არჩევნებში რომელიც დაგვეხმაროს აი ამ ჩვენს მე მგონი ხვალ აი სკოლის ასაკში მეუფეშიო როგორც გიორგი მგელაძის მეგობარი იცნობდა პავლე ინგოროყვასაც ნახოთ აბა ხვალინდელი როგორი იქნება ბატონ დავით ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა პავლე ინგოროყვაზე ჩვენ რასაკვირველია ახლა 90-იანების სტუდენტებს ბევრი არაფერი ვიცოდით პავლე ინგოროყვაზე სამწუხაროდ ჩვენ და მინდა გითხრათ და ხდება ასეთი რამ 9 აპრილამდე სანამ ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ჩვენ ვიყავით სტუდენტები ძალიან გვინდოდა რომ მოგვეყვანა აკაკი შანიძე უნივერსიტეტში და მას მოეყოლა რა ხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღეს 1921 წლის 25 თებერვალს მოვიდა 100 წლის აკაკი შანიძე ჩვენთან და უკვე ცოტა დემენცია ჰქონდა დაწყებული, მაგრამ ავიდა სცენაზე გაჭედილია იქაურობა დარბაზი და ვეკითხებით როგორ გახსოვთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დაკარგვა და ის ამბობდა რომ კაცო ქართული პირველი თურმეობითის შესახებ რაღაცა გამოკვლევას ვწერდიო და ვწერდი და რაღაცაში გავიჭედეო და და პავლე ინგოროყვასთან მინდოდა წასვლაო და დროშკას ველოდებოდიო 3 საათი დროშკას ველოდეო დროშკა არ გამოცხადდაო და აღარ თბილისში მოძრაობა არ იყო და მე ვიღაცა ადამიანს ვკითხეო რომ რა ხდებაო და კომუნისტები შემოიჭრენ და დამოუკიდებელი საქართველო აღარ არსებობსო და მე ჩვენ ესე პატარა ბავშვები ვეკითხებით პირველ კურსელებს მე თქო ბატონო აკაკი რაკენ მე რა ვქენიო და ავედი სახში ისევ და პირველი თურმეობითის წერა და გადავწყვიტეო და დავამთავრეო ეს პირველი თურმეობითიო მაგრამ პავლე ინგოროყვა მე თვითონ მოვიდა ჩემთან სახში. რას ყვება ეს კაცი? მისთვის ეს დღე, აი პროფესიონალია წარმოგიდგენიათ, მისთვის მხოლოდ პირველი თურმეობითის დასასრული იყო მნიშვნელოვანი პავლე ინგოროყვასთან ერთად. და ასე გავიცანით პავლე ინგოროყვა და ნუ მე რამდენიმე ნაშრომი მისი წავიკითხე, თუმცა მაშინაც ბევრისთვის ხელი არ მეგვეწდებოდა. კი ბატონო. პავლე ინგოროყვა აკრძალული იყო და პრაქტიკულად პავლე ინგოროყვა აკრძალულია დღესაც. ჩვენ რომ ლაპარაკობთ ეს არ ნიშნავს რომ ეს სამეცნიერო წრეებში მიღებული თემა და საკითხი იყოს. ჩვენი მეცნიერება ისევ გაურბის პავლე ინგოროყვას და თუ კი რაიმე შეიძლება ვთქვათ ქართულ სულისკვეთებაზე, სულიერებაზე და საფუძვლებზე, იდეოლოგიურ საფუძვლებზე, თუ კი დავიწყებთ ამას საიდან, ხა ჩვენ ამ შემთხვევაში შოთა რუსთაველს გულისხმობთ ილია ჭავჭავაძეს და დიდებს, მათ შორის ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ არის პავლე ინგოროყვაც, იმიტომ რომ ის ახალი კარიბჭე ქართული ცივილიზაციისა, რომელიც ეხლახანს იშლება ჩვენს თვალწინ, პავლე ინგოროყვას დაწყებულია. მისი მოსწავლე ბრძანდებოდა რამაზ პატარიძე, 10 წელი ჩემი მასწავლებელი იყო პავლეო. პავლე ინგოროყვა რაც ურჩია, როგორ წასულიყო და რა უნდა გაეკეთებინა, ეს უნიჭერესი კაცი რამაზი იმ გზას დაადგა და რასაც აღმოაჩინა კი აღმოაჩინა. ამას მოყვება ალიკო ცინცაძე, ანა მესხი და სხვა ჩვენი დიდი მეცნიერები, რომლებიც ისევ და ისევ არიან უყურადღებოდ დატოვებულები. მაგრამ თუ კი ჩვენ გვინდა საფუძველი ჩვენი იდეოლოგიისა, დავიწყოთ მეცნიერებიდან აქ პირველი თანამედროვე საქართველოსთვის იქნება პავლე ინგოროყვა. მისი ყველა ნაშრომი საბოლოო ჯამში, რომელიც ჩვენ გვიხსენებია გიორგი მერჩულე, რუსტველიანა, იქ კიდე ბევრი სხვა ნაშრომებია, ჩვენ ამაზე გვექნება კიდევ მომავალში საუბარი. ამ თელი ნაშრომების ერთობლიობას საბოლოო ჯამში უკვე თვითონ პავლე ინგოროყვამ ეს ყველაფერი როსტომ ჩხეიძის წიგნშია აღწერილი, ეწოდა ქართული ცივილიზაციის ისტორია. თუ კი არსებობს ასეთი რამ, რომ ქართული ცივილიზაციის ისტორია დაერქვას, აი ეს რამ არის პავლე ინგოროყვას ნაშრომთა კრებული. იმიტომ რომ მან ბევრი რამ აღმოაჩინა, საოცარი რამ აღმოაჩინა. ერთ-ერთს კიდევ ვიტყვი, ჩვენ თუ დრო გვჩება. კი ბატონო, გვჩება ზუსტად 6 წუთი. მაშინ მოვუყვები ასეთ რამეს. 1940 წელს მცხეთასთან არმაზში აღმოაჩინეს ის ცნობილი გათხრები იყო, მაშინ არმაზის გათხრების სახელი ცნობილი, აღმოაჩინეს ერთ-ერთი ლანგარი. ეს ლანგარი ლანგარი არის ისტორია შეცვალა. ხო, 2 წარწერიანი. აი კიდეზე მას რომ წარმოვიდგინოთ, აი ეს რომ ლანგარი იყოს, წარმოვიდგინოთ კიდეზე აწერია ბერძნულად, რომ ეს არის
ფლავიოს დადემ ლანგარი საჩუქრად გადასცა ბერსუმა პიტიახს და ეს გავიგეთ რომ ფლავიოს დადე ცნობილი ისტორიული პიროვნება პირველი საუკუნისა ჩვენი წელთაღრიცხვის საჩუქრად მისცა ეს ლანგარი საოცარი ლანგარია ბერსუმა პიტიახს ისიც ცნობილი ისტორიული პიროვნება სხვა ისტორიული წყაროებიდან პირველი საუკუნისა ეს ლანგარი გადასცა თავის შვილს არა შვილს არა ეს ხელისუფალნი იყვნენ და ერთმა მეორეს აჩუქა მოკლედ შვილი არ არის ფლავიოს დადე ერთია და მეორე არის ბერსუმა პიტიახში კი ბატონო აჩუქა და ამ ლანგარს თქვენ იხილავთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ის იმ საოცარ დარბაზში არის სადაც ჩვენი უძველესი არტეფაქტები არის შენახული ყოველშვაში მე რამოდენიმე წელიწადი რო ვიყავი ნახე რომ შევდიოდი აქ ქვემო და სართულზე მარჯვენა მხარეს იყო დიდი ლანგარია და ეს ყველაფერი ჩანს ახალი კოლექცია ბატონ დავით გადაასვაფერეს სხვანაირად განთავეს ხო აი ამ წარწერას წარმოადგენთ შუაში აქვს ორი ნიშანი ეს ორი ნიშანი არის ორიც არის ლიგატურა არის ორი ასონიშანის გაერთიანებით მიიღება ერთი ლიგატურა. აქ ეს ორი ლიგატურა გვეუბნება რომ აქ არის 4 ასონიშანი. პირველ ლიგატურაში ორი ასონიშანი არის P D ფლავიოს დადე და მეორე არის B P ბერსუმა პიტიახში. ეს არ წერია ერთ ხაზზე და თანაბრად ერთი ასე თუ წერია მეორე ასე წერია ნუ როცა ერთი საიყო და ამოტვიფრა თავისი ინიციალები და შემდეგ მეორეს ვაჩუქა იმან თავისი ამოტვიფრა ოღონდ გვერდზე კი არ მიაწერა იქვე ცენტრია ოღონდ სხვა ხაზითაა მოკლედ რა იცით რომელი ასონიშნებია ქართული ასომთავრული პირველი საუკუნის რომობენ არტეფაქტები არ არისო და ბოლნისის სიონში მეხუთე საუკუნის არის ის კიდევ უფრო ადრეა მეხუთე საუკუნის შეცდომითა ის მეოთხე საუკუნისაა და ეს რამას პატარიძემ გაშიფრა მაგრამ პირველი საუკუნის არტეფაქტი ორი ისტორიული პირისა ორ ენაზე ბილინგვარი შესრულებული ფლავიოს დადე ბერძნულად და ბერსუმა პიტიახში ბერძნულად ასევე არის დაწერილი ქართული ასომთავრული 4 ასონიშანით P D B P ესეც არ ვიცი ვის მიმართო კულტურის სამინისტროს ეყოფა ის ერთი ტელევიზიოგრამა ეს შეიძლება ჩვენ სხვას ვთხოვოთ და სხვამ შეისწავლოს რომ დაანებონ თავი რო გააგზავნეს აკადემიამ გააგზავნა რამოდენიმე წლის წინ იუნესკოში გააგზავნა რომ ჩვენი სამი ანბანი არისო მეოთხე საუკუნის შემდეგო შექმნილიო მეოთხე საუკუნის შემდეგ შექმნილი არ არის სულ მცირე გაქვთ ერთი არტეფაქტი ლანგარის სახით პირველი საუკუნის ორი ისტორიული პირის მითითებით და იმათი ხელმოწერებით მოკლედ ბატონ დავით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მოგვივიდა აქ და მინდა რომ თქვენს გაგაცნოთ ანუ ბატონი მიხეილ კვახაძე გვწერს რომ მედიცინა რატო დაგავიწყდათო მედიცინაც ჩვენი გამოგონილიაო არ დაგვავიწყდა ბატონო მიხეილ მაგრამ ამ მიმართულებით დღეს ვერ წავედით უბრალოდ რა ესე იგი ძალიან სასაცილო ადამიანია არც კი მინდა მის გვარის წაკითხვა ალ კაპონეც ალიკა კაპანაძე ყოფილა ბატონო ჩემო ხა თქვენ თუ ამას რადონის გადაცემას დღეს მოისმინეთ თქვენ თუ ალ კაპონეზე გაქვთ ლაპარაკი გადართეთ გთხოვთ ფორმულაზე და ტევ პირველზე შეემატებით იმათ მაყურებლებს დიდი მადლობა ირმა ტყეშელაშვილი გვწერს რომ გაიხარეთ ბევრი ასეთი გადაცემა გვინდაო და დიდი მადლობა გაგანებიურებთ ასეთი გადაცემები თუ ეს ერთხელ მაინც დიდი მადლობა და TUDP ესეთი მაყურებელია 60-იან წლებშიო მუსიკალური სახელმძღვანელოები 1960 წლებშიო მტევნების არსებობა იყო ცნობილი მუსიკალურ სახელმძღვანელოებში და იყო შეტანილი თქვენი ბოტები მისწორებენ ნევნებს ნოტებზე ეს ვერ გავიგე ცოტა კარგად რა არის რა თემაზე გვწერს ქალბატონი მაგრამ მოკლედ 60-იან წლებშიცო ესო ყველაფერი იყო ცნობილიო რა 60-იან წლებში ცნობილი იყო ამის მომღები ჩვენს აი მაგას უყვებოდით ჩვენ ზუსტად და დღეს აღარაა ცნობილი. დღეს რატომღაც დავივიწყეთ ეს ყველაფერი. ბატონ დავით 4 წუთი დაგვრჩა და რისი ანალიზი და შეჯამება მინდა იცით რომ გავაკეთოთ. ჩვენ ყავდა უზარმაზარი დონის მეცნიერები. მათი ნაშრომები მიდიოდა ქართული სულიერების ქართული წარმომავლობის ისტორიის კვლევით. ამის შემდეგ დადგა საბჭოთა ხანა და გამრუდდა ხაზი, იმიტომ რომ რაც ნუ ვილაპარაკეთ ჩვენ მთელი გადაცემის განმავლობაში და დღესაც ამ გამრუდებულ ხაზს მათი მოწაფეები და მოწაფეები მიყვებიან და პირველ საწყისებთან დაბრუნება აღარ გსურს. ესე გამოვიდა?
ანუ დიდი მეცნიერები, რომლებიც აი ჭეშმარიტ ქართულ გზას ადგენენ, დამოუკიდებლად ყოველგვარი საბჭოთა იდეოლოგიისა, ეს მეცნიერები დღემდე არიან ჩრდილში, სამაგეროდ გამრუდებული ხაზის მემკვიდრეები, დღესაც არიან არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს და მათი მოწაფეებიც აგრძელებენ იმავე ხაზს. 90-იან წლებში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო პროცესი ქართული მეცნიერების განადგურებისა. ისე არ მოგცემთ ფინანსებსო თუ არ დაიწყებთ, არ გააკეთებთო, ეს იყო მაშინ შეფარულად ძალიან ესე მოფერებით ხდებოდა, შემდეგ გამოჩნდა ეს სოროსი და გახსოვთ თქვენ $300 თუ რავი თანხაში ხდებოდა უძვირფასესი სამეცნიერო შრომების შესყიდვა, მოგროვება და წაღება და არა მარტო საქართველოსთან, მთელი აღმოსავლეთ ევროპა, საბჭოთა კავშირის რაც კიდე მეიყო აღმოჩენილი, ყველაფერი ისე იყიდეს და წაიღეს. ეს უბრალოდ განადგურებისთვის თუ კიდე არა, ანადგურებენ ქართულ მეცნიერებას, ანადგურებენ მიზანმიმართულად, ეს არც რუსებს არ აწყობთ, არც დასავლეთს არ აწყობს, იმიტომ რომ საქართველოს წინ წამოწევა ნიშნავს დამოუკიდებელი, ძლიერი, პატარა სახელმწიფოების არსებობას დედამიწაზე, რაც არავის არ უნდა. უნდა ყველას ემორჩილებოდეს რამოდენიმე მსოფლიო ძალას. და ქართული ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი, როგორც საბჭოთა კავშირში გამონაკლისი იყავი 15 რესპუბლიკაში. ახლა მსოფლიოში ხარ გამონაკლისი. არ უნდა არავის რომ შენი ასომთავრული ანბანი შეისწავლონ. არ უნდა არავის რომ შენი საავტონიშნები გაიგონ და ჩვენ ეს გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ თავი გადავირჩინოთ, რომ ჩვენ სიამაყის გზნობას გვიკარგავენ, ხორბალს ვერ ვაწარმოებთ, ღვინოს ვაწარმოებთ და ისიც კიდევ ხარისხსაც უკარგავთ ცოტათი. სპირტში გადაგვაქვს მე ყურძნის ნაჟური და რა ვიცი კიდე რა ხდება რა. ამ ელემენტარულ რაღაცებსაც კი ვერ ვაკეთებთ და ნელ-ნელა ვსუსტდებით. სისხლისგან იცლება ეს საქართველოს განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, ინდუსტრიაში, ეს გადაცემები ყოველ დღე არის ბატონ მალხასთან და ქალბატონ ნიასთან ამ შესანიშნავ ტელევიზიაში და გესმით და ვსუსტდებით ჩვენს უყოლანე. ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი რომელიც გვჭირდება, რომელიც ვიცით ჩვენი დიდი მეფეები, დიდი ისტორია, ამას გარდა კიდევ რაც არსებობს. ანბანი სანოტო ნიშნები და იგივე მუსიკალური ანბანი, იგივე ჩვენი ენები და ეს ყველაფერი არის ის საყრდენი, რომელზეც შეიძლება უკვე ახალი ენერგია, ახალგაზრდების აღმაფრენა ხელახლა დაიბადოს და სოფლის მეურნეობა იქნება, ქალაქში ცხოვრება იქნება თუ ინდუსტრია იქნება თუ რაც იქნება, თავიდან აღორძინდეს და საფუძველი ამისი არის პავლე ინგოროყვა. სხვა სამის თავი არ გააჩნია. უღრმესი მადლობა დღეს ჩემო ძვირფასმა ტელემაყურებლებმა. იხილა ისეთი გადაცემა, რომელსაც სხვაგან ვერც ერთ არხზე ვერ ნახავთ. დიდი მადლობა ბატონ დავით გალეგაშვილს. მე ერთი თვის თავზე ბატონ დავითთან სწორედ ამ თემებით დაგიბრუნდებით, იქამდე კი ჩვენ ეკონომიკა, სოფლის მეურნეობას განვიხილავთ ბატონ დავითთან მიმდინარე გადაცემებში. მე ასე გამშვიდობებით დღეს კარგად ვსანდებოდეთ, კი ბატონო. კი, კი ბატონო. აი ეთმა რომ მოიწერა, იმას მინდა უთხრა. ჩვენ სლაიდზე ვაჩვენეთ ინგლისურად დაწერილი ჰიმნიო. H Y და M N. Y-ით იწერება ჰიმნი. ეს ჰიმნი გამოითქმოდა როგორც ჰუმნ, იგივე ხუმნ. ეს არის ქართული ხმა, ოღონდ ხმაში ამ შემთხვევაში არ ჩანს კარგად. ეს მეგრულ ენაში შემონახული როგორც ხუმინი, ხმები. ეს ხუმინი არის ძირი საერთაშორისო სიტყვისა ჰიმნი. Y იმიტომ წერია. მეგრულმა შეინახა, ასე რომ თქვენ რო გონიათ ეს ყველაფერი ხუმრობა არის, ხუმრობა არ არის. ქართული ენები, მეგრულ და ლაზური, სვანური და ქართული განმარტავენ უმრავლესობას ყველა სიტყვებისა. მათ შორის ერთ-ერთი მაგალითია ჰიმნი, იგივე ჰუმნი, იგივე ხუმინი. ეს არის ხუმინი, ანუ ხმების იგივე ჰუმანიზმიც ხომ არ მოდის აქედან. მრავლობითში. მეგრულად ხუმინი. დიდი მადლობა ვიამაყერო მეგრელი ვარ ბატონ დავით. მე ასე გამშვიდობებით მომავალ გადაცემამდე. კარგად ვსანდებოდეთ. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად.